გამარჯობა, თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯაფარას პოდკასტს. დღეს ჩემი სტუმარია უკვე მეორედ დეკანოზი გიორგი წეროძე. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, ისეთ თემაზე, როგორც არის სულის უკვდავება. მე რას ნიშნავს ეს ცნება საერთოდ და როგორ შეიძლება იყოს სული უკვდავი და ასე შემდეგ. ამაზე თქვენ ბევრს წერთ და ხშირად საუბრობთ ხოლმე და ეს იქნება დღეს მთავარი თემა. სანამ გავაგრძელებთ დიალოგს, შეგახსენებთ, რომ EVEX-მა აპლიკაცია Ekimo განახლებული ფუნქციონალით დააბრუნა. აპლიკაცია Ekimos მიზანია, რომ Ekimთან ურთიერთობა უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს. მაგალითად, აპლიკაცია შეგეძლიათ მოიძიოთ თქვენთვის ასურველი Ekimi, დაჯავშნოთ ვიზიტი, ყოველგვარი რიგის და რეგისტრატურის გარეშე, გადაიხადოთ ონლაინ, ისარგებლოთ ონლაინ აპთიაქით, ასევე დაამატოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილების ანგარიშები აპლიკაციაში და მოკლედ ძალიან საჭირო და ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაციაა. აპლიკაციის გადმოსაწერი ლინკი ვიდეოს აღწერაშია, შეგიძლიათ გადმოიწეროთ, არის როგორც Apple Store-ზე, ასევე Google Play-ზეც. გავაგრძელოთ საუბარი. კი, გავაგრძელოთ საუბარი, მე მგონი ძალიან საქმიანი და კარგი ამბავია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ მამას ვუვლიდი და რაიონში რო იყო ძალიან გამოსადეგი იყო. ესეთი სახის აპლიკაცია. თუ ამათმა დაამატეს ძალიან კარგია. რა ჩემთვის იყო უბრალოდ შეუცვლელი რა. ძალიან კარგია თუ დღეს კი ფაქტობრივად რაღაც საქმეების 90% ტელეფონით გვარდება რა და კეთდება და ძალიან მარტივი არის ეს. ძალიან კარგია. ჯერ როგორ ბრძანდებით? გითხოთ. რა უცება. როგორ შეიძლება ამ თულ დროს მართლაც იყო ადამიანი, რაღაც ახლობით ეგრე ცოტა შეიძლება პრივილეგირებულად და უკეთესად, თორე ისე სხვა ხრივ მე მგონი ბევრი რამე უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის თვალების დახრის გარეშე შეგვეძლოს პასუხი კითხვაზე როგორ ახარ კარგად. ხო, დღეს ისეთი რთული პერიოდია იმ ხრივაც, რომ ადამიანებში მე ვატყობ ბოლო პერიოდში ძალიან განწყობა არის რაღაცა დამძიმებული. ცოტა არასაკმაოდ და ვფიქრობ, რომ სულიერებაზე ლაპარაკი და იმაზე თუ როგორია სწორი ცხოვრების წესი და შემდეგ ამაზე ლაპარაკი გვაკლია და თითქოს რაღაცა შეიძლება რაღაც გაგებით გამაღიზიანებელიც იყოს, ასეც გონია. დიდი მადლობა გიორგი, რომ მომიწვია და საერთოდ ძალიან სასიამოვნოდ გამიკვირდა ესეთ რამ ცხოვრებაში ორჯერ მქონდა, რომ მას შემდეგ რაც მე Facebook-ზე დავწერე, რომ რაღაცა ელექტრონული სახით ჩემს პირველ წიგნს ვაქვეყნებ თქო, მომივიდა თქვენი წერილი, რომ წაიკითხეთ ეს წიგნი და ძალიან სასიამოვნოა ეს, როდესაც არც ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ნაცნობა, მაგრამ რომ ყურადღება მიექცეთ, რომ წაიკითხე, ძალიან საპატიო ჩემს დიდი მადლობა. ერთხელ ესეთი შემთხვევა მქონდა, როდესაც მეორე ადამიანი ხარ, ქალტონი ნანა ჯანელიძეს ერთხელ 2 დღე ზედიზედ შევხვდა. წინა დღეს ჟურნალი ვაჩუქე და მეორე დღეს იმ ჟურნალში უკვე ჩემს სტატიაზე მელაპარაკებოდ. ეს რაღაცა ძალიან სანიმუშო კულტურული სიმაღლეა და მე ვესწრაფვი ამ სიმაღლისკენ და მე დავიბრალებ რომ ბევრს ვკითხულობ და მაგრამ პატივისცემა უბრალოდ ავტორის ან ადამიანის მიმართ და ხო, და გაინტერესა თემამ და კი მესმის ხო. ხო, და ძალიან საინტერესო მომენტები იყო, რადგან არ მიფიქრია და ვფიქრდი რომ წავიკითხე და ძალიან ხო და ეს ძალიან ავტორისთვის დამერწმუნეთ მე ჩემთვის პირველი გამოცდილებაა, მაგრამ ალბათ ყველა სხვა ავტორისთვისაც. აი ეს ჟურნალი, რომელთაც ქალტონ ანამ ასევე გამოკვირვა ჯანელიძემ არის სხვარი საპატიო რედაქტორი ვარ და ეს ბოლო ნომერია და რა ვიცი სარედაქციო საბჭო ბევრს შრომობს და ბოლო ანუ რაც ხე გამოვიდა. დიახ, რაც ბოლოს გამოვიდა და ეს საჩუქრად მოგიტანეთ და ძალიან დიდი მადლობა. თუ ჩვენი მაყურებელიც დაინტერესდება, ინტერნეტშიც არის რაღაც ძალიან ადვილად შევქმენი ვებგვერდი. ხო, ასეთი არის. ესაც შეიძლება მიშეწენა. იცი რა, ალბათ ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ. მანამდე ვცელდებოდა უფასოდ, ძველი ნომრები არის ელექტრონულადაც, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში, რადგან გაგვიჭირდა გამოცემა, შეიძლება ვიღაცას გავყიდოთ კიდევაც რაღაც სიმბოლური ფასად. ხო, სად დაგიკავშირდნენ? აი, ზღვარის ვებსაიტზე არის საკონტაქტო ინფორმაცია, ან ჩემს Facebook-ს გვერდზე არის საკონტაქტო ინფორმაცია. მე კითხავთ და აღწერაშიც მივუთითებ და გამოვანათებ კიდევაც. კი, მადლობა. ვებსაიტის მისამართს. და დიდი მადლობა მოკლედ ამ თემით დაინტერესებით და სანამ დავიწყებთ იმაზე საუბარს, სული უკვდავია, როგორ შეიძლება სულმა უკვდავებას მიაღწევს, ალბათ ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის სული.
რავს გულისხმობთ ამ სიტყვაში ახსნათ და ამაზე რო ვისაუბროთ ესეთი რამდენიმე ამონარიდი მაქვს რა თქვენი ბოლოს რაც წავიკითხე იქიდან და ესეთ რაღაცას წერთ რომ მეხსიერება ცხოვრების ამბავი, სახეების, სიყვარულისა და ტკივილის მოგონებები ტვინის კონკრეტული უბნების მოქმედების შედეგია. მათი დაზიანება მას შეუცვლელად შლის. თუ ამას გაიაზრებ რომ ადამიანი როგორც საკუთარ თავს აღიქვამეს შენი გავნილი გზა არის, შენი მეხსიერება არის, ხო? მეხსიერება თუ წაიშალა, პიროვნებაც გაქრება. მაშინ რა არის სული? ვინ ვართ ჩვენ? ნუ ისე მაინც რაღაცა ორი კუთხიდან დავსვე შეკითხვა, მაგრამ მეც რაღაცა ისე შრალად ჯერთივერთ შევძლებდი რაღაცა შრალად მეცნიერულის დაწერას, მაგრამ შრალად თეოლოგიურიც არ მინდოდა და რაღაცა მხატვრული სახეც მივეცი რაღაცა აზრს გადმოცემისას და ხო ჩვენი სული კი ეს არის მეხსიერება ჩვენი ხასიათი რაღაცა თვით შეგნება ჩვენი ხო როდესაც აი მუდმივად რაღაცა პიროვნული რაღაცა ბირთვი რომელიც მუდმივად საკუთარ თავთან ტოლობას გვიდასტურებს ყოველ დღე ხო აი ჩემი მე რომელიც რაღაცების ჯამია მაგრამ ყოველჯერზე ერთი და იგივე მე არის ხო მე ყოველჯერზე ხელახლა არ ვაიდენტიფიცირებ ჩემ თავს მე თვით შემეცნებითად ხო უფრო ხშირ შემთხვევაში ასეთი გაგება გვაქვს სულის ბიოლოგიურად ეს არის რაღაცა ხო აი მეხსიერების რაღაცა ხასიათის აი ამ თვით შემეცნებით რაღაცა პიროვნული თვით იდენტობის ხო თვით დადგენის რაღაცა ბირთვი და რაღაც ცენტრი ადამიანში ხო და ამ ყველაფერს ემსახურება ტვინი და ნეირონული კავშირები და ეს ქსელები და ფაქტია რომ მის გარეშე ის ვერ ფუნქციონირებს ხო აი ეს ტრამვებიც რომელიც ვახსენეთ ამას ადასტურებს ხო დემენციური ამბებიც როდესაც ეს უძლურდება და იფიტება ეს ყველაფერი ქრება ეს ხო საკუთარ თავსაც ვერ ცნობს ადამიანი და გარშემოყოფებიც მას ვერ ცნობენ იმდენად იცვლება მისი ხო ესე იგი ეს კავშირი ხო თუ კი დრო ამას უშვება მით უმეტეს სიკვდილი რას უზამს არა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ რაღაც არის კიდევაც შეგვიძლია ჩავიხედოთ საფლავში 2 თვეში ან 3 თვეში და ვნახოთ რა გვემართება ჩვენ ხო რა ემართება იმ ბრწყინვალებას რომელიც ახალგაზრდობისას გვაქვს ან რაღაცა სიცოცხლეში გვაქვს. ამიტომ ესე ვთქვათ ძალიან მომწონდა ძალიან მახსოვს ერთი ბერტრან რასელის ბრიტანელი ფილოსოფოსის პასუხი ამ შეკითხვაზე და ისეთი პირდაპირობით ისეთი რაღაცნაირი გულწრფელობით და რაღაც სიმამაცითაც კი ამბობდა კითხვაზე პასუხად სწამს თუ არა სიკვდილის შემდეგ რაღაცა სიცოცხლის გაგრძელების ან რაღაცა სულის უკრაების ესე მშვიდად და ესეთ დაბეჭდებით არას და თანამედროვე ნეირომეცნიერებაც ან თანამედროვე მეცნიერებაც არ გვაძლევს ჩვენ საფუძველს რომ სხვაგვარად დასკვნები გავაკეთოთ და ხო და აი რა არის სული და ნუ აი ეს თვით შემეცნებს ხო სხვა კითხვაზე რო არ გადავიდე ეს არის რა სული არის რაღაცა მე რო ჩემ თავს ვცნობ აი ყველაფერი რაც ამას ემსახურება არა აი დაახლოებით ასეთი რამე არის ასე უნდა გავიგოთ სავარაუდოდ სული არაფერი სხვა განმარტება ვთქვათ რელიგიაში ან რაღაცა ისეთი განსაკუთრებული არ გვხვდება ხო ანუ სხეულისგან მატერიისგან ცალკე მდგომი არსება არ არის ხო ასეთად არ მოიაზრება არც ბიბლიაში და არც ბიოლოგიაში ხო ადამიანის ანთროპოლოგია ბიოლოგია რაც სწავლობს ამ ყველაფერს ხო რაღაცა ნეირომეცნიერებები ახლა ალბათ ასეთ რამეს ჩვენ არ გვეუბნება ხო რაღაცა აი ძალიან დადაბლება ეს ჩვენი მოწოდების და ჩვენი რაღაცა განვითარების როდესაც რაღაცა აწონი რაღაცა ნუ ბავშვობაში შეგხვედრი ალბათ ბავშვობას ვეძახი რაც არ მომწონს ყველაფერს ბავშვობას მივაწერთ ხოლმე არა რომ აი მაშინ არ მომეკითხებოდა ჭკუა და რაღაც რომ გარდაცვლილს რომ გარდაცვალებამდე 2 წუთით ადრე აწონიან და რაღაცა 0.14 გრამი რაღაცა ნუ ახლა ხო შეიძლება ესე ილაპარაკოს თანამედროვე ადამიანმა ხო არ ღირს ესე მაგრამ ეს არ ნიშნავს უიმედობას და ეს არ ნიშნავს სიკვდილისათვის ბოლო სიტყვის დატოვებას. ეს არ ნიშნავს სიცოცხლის არ გამარჯვებას. აქვე ვთქვათ, მაგრამ მივად ჩვენ მაგ საკითხამდე, მაგრამ ჯერ კარგია რომ პრობლემის სიმწვავე და პრობლემის ტრაგიზმი და ესეთი კატასტროფულობა კარგად გამოვკვეთოთ. ეს გადამწყვეტი იქნება ჩვენი მსჯელობისთვის. ხო, მაშინ უკვე მოდის შემდეგი შეკითხვა, რომ
როგორ აგრძელებს მაშინ სული არსებობას გარდაცვალების შემდეგ როგორ რა აგრძელებს და ვინ თუ ეს შეკითხვა ადამიანი აგრძელებს ბიბლიური წარმოდგენები ადამიანზე ძალიან განსხვავდება იმისგან რაც ჩვენ გვხვდება ანტიკურ რაღაცა დასავლურ ფილოსოფიაში ან ბერძნულ სად იყო დასავლური მერე იმაზე დაშენებულია ყველაფერი ხდა ძალიან განსხვავდება მოკლედ ადამიანზე წარმოდგენები იმისაგან რაც გვაქვს აღმოსავლეთში ამიტომ აქაც შეიძლება მცირედი ესეთი ჩართვა იმაზე რომ როდესაც ლაპარაკობენ ხოლმე რომ აი მოსემ ეგვიპტელებისგან აიღო მოდელი რაღაცა რელიგიური მოდელი კი მაგრამ მაპატიეთ მაგრამ სულეთის შესახებ წარმოდგენები და ეს რაღაცა რწმენები დაავიწყდა აი ეს ცენტრალური არ არის რელიგიურ მოდელში ხო საიქიო რაღაცა სიცოცხლე რაღაცა მთელი პირამიდები იგება რა რატო არ წამოიღო თუ წამოღებულია ზირეული და მთავარი რაღაცები უნდა წამოიღო 10 მცნება ასე არ არის ეს ხო რაღაც გავლენებს ვერავინ ვერ გაექცეოდა რა თქმა უნდა კულტურულ გავლენებს ჯერტი ხო ძალიან უცხო იქნებოდა ახლაც ძველ ქართულად რო დავიწყო ლაპარაკი და ახლობით ეგ სხვა ტერმინებით ან სხვა კატეგორიები და ცნებებით არა დროში ხო ამიტომ კულტურული გავლენა სხვა არის და ესეთი რაღაცა ძირითადი გამოცხადებითი და რაც ბიბლიისა რასაც ფაქიზად ატარებს ებრაული ტრადიცია ხო რაც ძვირფასია ჩვენთვის ეგ კიდე სხვა არის და ნამდვილად ავთენტური ნამდვილად ის თავისთავადია და ჩვენი რწმენით თავისთავადია და ღმერთსა და ადამიანის კავშირთან არის შექმნილი და არავისგან არ არის არც კომპილაციური და არც ნასესხები თორე ნასესხები რო იყოს თქო ხო აი ეს მთელი აღმოსავლეთის და მთელი ბერძნული პითაგოროდან მოყოლებული და ორფეოსი და ეს ყველაფერი თურმე მე პლატონში არის გაფორმებული უბრალოდ ადამიანის სული ადამიანის სხვაგვარად არის წარმოდგენილი და აი ბიბლიური წარმოდგენა ადამიანზე კი არის მთლიანია ესე რაღაც ერთი მთლიანი არსებაა ხო პლატონის შეუულია რომ სული დამოუკიდებლად არსებობს სხეულისგან ხო დიახ კი და ეს თავისთავად მარადიულია კი და რაღაც ამ მარადიულობის რაღაცა 4 არგუმენტი მოყავს მე რაღაცა ფედონში სოკრატეს და ასე შემდეგ და აი ეს ისე გადმოღებულია ხოლმე მე ეს ქრისტიანობაში ისე ადვილად რომ შეიძლება ვერც კი გაარჩიო რომ იქ უკეთეს ხალხს ვნახავ პლატონის მახსოვსზე წავიკითხე სიკვდილის არ მეშინია იმიტომ რომ იქ უკეთეს ხალხს ვნახავ ვიდრე აქ ესენი არიან რომლებმაც მე სიკვდილი მომისაჯესო და ხო, ვითარდებოდა იქაც აი სულ ყოველთვის ასეთი სახე არ ქონდა, მაგრამ სულეთი იქ რაღაცა ტიტანების ბრძოლა, რაღაცა დიონისე და მთელი ამბები, მოკლედ ეს მთელი მათი მითოლოგიური, რელიგიური რაღაცა კოქტეილია, რომლისგანაც მე ესეთი რაღაცა სისტემური რელიგიური და ფილოსოფიური წარმოდგენები შექმნა პლატონმა, რომელშიც სულს აქვს ავტონომიური, ესე იგი, უკვდავება, იმიტომ რომ ის შეუდგენელია, იმიტომ რომ ის ბევრი რაღაცის გამო. და ხო თითქოს ეს სიტყვით რაღაც უნიშნელო განსხვავება დღეს მაგრამ ამას რო გაიაზრებ ეს განსაზღვრავს მე ძალიან ბევრ რაღაცას ცხოვრებაში ამას დაიჯერებ თუ იმას კი ხო და ახლა უკვე უბრალოდ ბიოლოგიის და მეცნიერული რაღაცა ფაქტები არ გაძლევს საშუალებას რომ ამის დაიჯერო და ეს კარგია. ამ შემთხვევაში მოკავშირე აღმოჩნდა და არაზოს არ არის ჯერთი ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე არასდროს არ შეიძლება იყოს მეცნიერება. რეალობის აღმწერი რაღაცა ინსტრუმენტები არ შეიძლება რომ ჭეშმარიტების და რაღაცა ღმერთის შვილებს აშინებდეს და საწინააღმდეგოდ ეჩვენებოდეს და მტრად ეჩვენებოდეს და ამ შემთხვევაში მოკავშირეა როგორც სხვა დროსაც, ხო? სიმართლის დადგენაში რეალობაზე ნამდვილი სურათის ამოწევისთვის, უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავთ. აი შეიძლება ეს პლატონის წარმოდგენა შევადაროთ მაგალითად ფილმ მატრიცა, სადაც თითქოს რეალობაში არიან ეს ადამიანები, მაგრამ ნამდვილი მათი თავი სხვაგან არის და რაღაცა რეალობაში ცხოვრობენ, სანამ ამ რეალობიდან არ გამოვლენ, ასე ვთქვათ, ბევრი ფილმი არის და სამეცნიერო ფანტასტიკა ამ თემაზე. კი, ფანტასტიკა მაგალითად, სადაც ადამიანი სხვაგან არის რაღაც კაფსულაში და რაღაც სამყაროში ცხოვრობს. იმას ამას გავს ეს რომელსაც თქვენ აღწერთ, ეგ მოდელი შეიძლება გამოგვადგეს, ოღონდ არა წარსულის და ისტორიის კარნახით არსებობის სახით, არამედ მომავალში რაც ვიქნებით იმ გაგებით შეიძლება. ხო, ამიტომ
ხო, მაგრამ აქ რა არის მთავარი რომ ესეთი რამის არ შეიძლება დღეს ახლა ამას ვერ დაეყრდნობი. არა გაქვს არაფერი, აი გაგიქარწყლა მეცნიერებამ ყველანაირი საფუძველი და საფუძველი გამოგაცალა, რომ იწამო სულის ავტონომიურ თავისთავად უკვდავებაზე. და ეს ზუსტად ემთხვევა და მოკავშირეა იმ ბიბლიური და ქრისტიანული წარმოდგენის, რომლის მიხედვითაც სიკვდილის აშინელებაა, სიკვდილი არსებობისთვის მუქარაა, ყველაზე დიდი მუქარაა და გადაულახავი მუქარაა ადამიანისთვის, მთელი ქმნილებისთვის, რომელსაც ის ეჯახება. რომლის წინაშეც მას შეუძლია მხოლოდ ესე ვთქვათ, აი სასოწარკვეთით რაღაცები ამაზე თქვას და გამოთქვას. თქვენ ბოდიში გაწყვეტია, თქვენ თვლით რომ მეცნიერებას უკვე 100%-იანი პასუხი აქვს ამაზე, ანუ რაღაცა მაინც რაღაცა სადაო კითხვები რჩება ამის შესახებ, ტვინი რამდენად პირდაპირ კავშირშია ცნობიერებასთან და თუ ტვინი დაზიანდა, ავტომატურად ცნობიერების დაზიანებას იწვევს, თუნდაც დემენციის მაგალითი. მე პირადად ძალიან ბევრი გამიგია და მეც მქონია ცხოვრება შეხება იმასთან, ვთქვათ, ბოლო რამდენიმე წელი ფაქტობრივად როგორც ადამიანი წაშლილი იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წუთებში და მომენტებში უცებ ისე რამდენჯერმე ისე როგორ თქვა დაბრუნდა და გამოიღვიძა და რამდენიმე წუთი გააგრძელა ლაპარაკი ჩვეულებრივმა ადამიანმა, თითქოს ჯერ ამას მე მგონია რომ მეცნიერება ვერ ხსნის ეგ როგორ ხდება. ეგ გავრცელებული სპეკულაციური მოდელი, რასაც ვერ ხსნით, თეთრ ლაქებს ეძახიან თუ რაღაც დაახლოებით სპეციალური ტერმინია, რომ რასაც ვერ ხსნის მეცნიერება ეგრევე რომ ღმერთმა ხო არა მე არ ვამბობ ეგრეა, მაგრამ და სხვა შორის მე არ ამგონია რომ ეგ მეცნიერულად აუხსნელი იყოს, იმიტომ რომ სიკვდილის წინ ისეთი დიდი სტრესს განიცდის ორგანიზმი და ისეთი რაღაც ამბები ხდება ჩვენს ორგანიზმში, რომ სწორედ ამბობენ რომ მაგის შედეგია ბევრი რამე რა, თქვათ იქ რაღაც გვირაბის რაღაცა ბევრი რამე, ასე რომ ბევრი რამე ძალიან კარგად ახსნილი. რა თქმა უნდა თავში სავარაუდო ახსნა. ხო, მაგრამ მაგას გავწდეთ ხო ხარ. თავიდანვე რა თქმა უნდა გიორგი უნდა თქვა რომ ესე არაპირებს ესე თქვა ბიბლიური ღმერთი ან რაღაცა მართლმადიდებლო არაპირებს რომ ეხლა მეცნიერები დაამტკიცოს თავისი ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ამავე დროს აი ეგ რაღაც ძალიან საშუალო და სწორი გზა ეს მოცემულ ფაქტებზე ესე თქვა თვალის დახუჭვა უარყოფა ასევე არ არის ჩვენი გზა. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პირიქით ღვთის დიდებულების აღწერის და ჩაწვდომის და გაგების ერთ-ერთი საშუალება. დიახ, ამიტომ მე არ ვაპირებ რომ თქვა მაგალითად სამყაროს არაფრისაგან შექმნას ან მაცხოვრის განკაცებას, იესო ქრისტეს განკაცებას ან მის კვეთით აღდგომას ან კიდევ უფრო მეტიც ჩვენს ბოლო კვეთით აღდგომას, რაც უკვდავებაზე მეტია, ასე ქვია იმ ჩემს ელექტრონულ წიგნს თუ დაინტერესდება ჩვენი მსმენელიც რომ ნახოს. რომ უკვდავებასაც ჩვენ ვერ დავადასტურებთ არა მეცნიერულად, ამიტომ მე არ ვაპირებ რომ ესე ვთქვათ მეცნიერება ჩემს სვეტად გამოვიყენო ჩემი რაღაცა კონსტრუქციის, მაგრამ პირიქით არც მტერი არის ისა და ამ შემთხვევაში პირიქით იმ მსჯელობას ემთხვევა და მოკავშირე ხდება ამ მსჯელობის. ხო. ხო, ანუ მაშინ გავაგრძელოთ იმ თემაზე, როგორ აღდგება ადამიანი, როგორ აგრძელებს არსებობას, ასე ვთქვათ. ესე იგი, რა რჩება და ვინ გადაურჩება და ვინ ახსოვს ღმერთს, ესეთ პატარა ესეს წერ მე იმ წიგნის ეგ ფრაზაც მაქვს მონიშნული. დიახ, ხო და მინდა რომ გავავრცელო, არც ისე დიდია ეს წიგნიც, მაგრამ მაინც ესეთია რა, უფრო მოკლე შეტყობინებების ეპოქაში ვართ და ისედაც კარგი ეგ ძალიან გავშალი რაღაცეები და ასეთი ამბავია, ასეთი ქვესათაური მაქვს, რომ ვინ არ დაავიწყდება ღმერთს. აი უფრო ესე იგი აქედან ამ სათაურიდან ის გამომდინარეობს, რომ ღმერთი არის გარანტორი იმისა, რომ ჩვენ არ დავავიწყდებით სამყაროს და სიცოცხლეს. აქ უკვე ჩანს ესე სუბორდინაცია. სიმეტრია იძენს თავის რაღაცა ფორმას, ხო, რაღაცნაირია, ესე იგი, უბრალოდ ასიმეტრიულია. სიცოცხლის თავში, სიცოცხლის შენარჩუნების და ჩემი შენარჩუნების თავში არის ღმერთი. ხო, ვინ არ დაავიწყდება, ვინ არ დაეკარგება ღმერთს, ვინ არ დაეკარგება ღმერთს. და ღმერთს არავინ არ დაეკარგება, მოდი აქვე ვთქვათ, არავინ მთელი ქმნილება აუცილებლად ესე ვთქვათ მის სიცოცხლეშია. არა მარტო, იმიტომ რომ ხსოვნა ღმერთს რომ ახსოვს, ეს არ არის ჩვეულებრივი ესეთი ფსიქოლოგიური
რაღაც ემოციური ამბავი, არამედ სიცოცხლის შემცველი ამბავია. რო ახსოვს, ესე იგი სიცოცხლეში ჩართული ხარ რა. ასეთი კონტექსტით არის მუდმივად აი ფსალმუნებში ხო ჯოჯოხიჩინა ვინ მოგიხსენო შენ და რაღაცა ხო იქ მორჩა იქ კავშირზე დამყარებული სიცოცხლესთან კავშირია ეს ხსოვნა და ღმერთი არის ის ვინც გვიცნობს ჩვენ და ვინც აი მინელებული აი გამქრალი მაგრამ იმავე არსებას მოუხმობს სხვაგვარ არსებობაში, უკვე სიკვდილის გარეშე არსებობაში, ურთიერთობით განსაზღვრულ არსებობაში მოუხმობს. იმავე ადამიანს, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ღმერთი აღადგენს შექმნის, მაგრამ არა ახალს, მაგრამ იმ ადამიანს მის ტრანსფორმაცია მოხდება მოკლედ რა. და ღმერთი არის აი ამ უკვდავების მკვეთრით აღდგომა, ღმერთი რომ მკვეთრით აღდგა, სამყაროს რომ განაახლებს, ეს არის გარანტია იმისა, რომ მე მექნება სიცოცხლე. ეს წარმოდგენა ქრისტიანობაში. ეს არის იმ გავრცელებული და სახალხო წარმოდგენისაგან განსხვავებული, მაგრამ მართებული წარმოდგენა იმაზე. შეიძლება ვიღაცას ფორმა ყველაფერს როგორ იქნება, უკვე სხვა დონის სამყაროში, სხვაგან ისევ დედამიწაზე, ანუ აი წარმოსადგენა თომობთ და რთულია რა. ხო, ძალიან კარგია რომ ეს წარმოდგენები და ეს წარმოსახვები განმოვითაროთ, იმიტომ რომ ეს თემა არ არის ხოლმე სამწუხაროდ და შეცდომით. სამწუხაროდ და შეცდომით, აი ეს ჩვენი საბოლოო და მთავარი ხვედრი და სურათი ჩვენთვის არ არის ხოლმე აქტუალური, შეიძლება და უფრო აქტუალური სხვა საკითხები, ხო? ისეთი რომელიც საერთოდ არ უნდა ეკითხებოდეს და ეხებოდეს მღვდელს და სარწმუნოებრივ და სულიერ ცხოვრებას და ჩვენ ცოტა ვიცით მხოლოდ ის რა მაგალითად მაცხოვარი ხო სახარებაში მას ეკითხებიან სადუკეველები იყვნენ, ვისაც ამ მკვეთრით აღდგომის იდეა ვისაც მიუღებელი იყო და თითქოს ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს, ხო გახსოვთ არა? ერთი ქალი იყო, რომელიც ცოლად ესვა 7 ძმას. აღმოსავლეთში ძველად ეგეთი წესი იყო, რომ რაღაცა შთამომავლობის გაგრძელებისთვის თუ ერთი ძმა უშვილოდ გარდაიცვლებოდა, მეორეს უნდა მოიყვანა და ესე 7 ძმა იყო. რეალურად ესე მოხდა. საერთოდ ცოლი იქნებაო. და მაცხოვრე უთხრობ თქვენ არ გესმით, აი თქვენც არ იცით, როგორი იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. და ახალ ცაში და ახალ მიწაში ადამიანები არც იქორწინებიან, არც განქორწინდებიან, არამედ როგორც ღვთის ანგელოზები, ესე პიროვნულად ერთი ერთზე უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ერთმანეთის გვერდიგვერდ. იქნებიან ღმერთის წინაშე და სიცოცხლეში. ფიზიკური სახით, იმიტომ რომ მაცხოვრე ფიზიკურად აღდგება მკვეთრით, ხო? სხეულებრივია. სხეულს სხვა თვისებები აქვს სხეულს, ამას ვხედავთ. ვიცით რომ ახალი ცა და ახალი მიწაა, ნათქვამი, ხო? რაღაცა სხვა ფიზიკა იქნება, ხო? ეს ფიზიკა უნდა შეეხოს galактიკური კი არა, სამყაროს ქმნილების მასშტაბის ის ცვლილებებზე ლაპარაკი ხო განზომილება, დიახ, ზუსტად ეგ სიტყვა უხდება, ხო, სულ სხვა განზომილება და აქ ახლა იმაზე ლაპარაკი ხოლმე ყველაზე ისე თქვენ არ გითხოვთ ეგრე, მაგრამ უბრალოდ ხშირად რომ დედამიწაზე როგორ დაეტევა ამდენი ხალხი და დედამიწა დატეული არის იმოდენა galактიკაში, რომ ვერ წარმოვიდგენ, თორე მე უბრალოდ მართლა ვერ წარმოვიდგენ 400 მილიარდი galaktika ერთ galaktikაში მილიარდობით ვარსკვლავია. და კიდევ უფრო პლანეტა ხო? პლანეტა და რაღაცა, ტერმინებით შეიძლება მეშლებოდეს, უბრალოდ დაუკვირდეთ რა. ხო, არა, ანუ მილიარდობით ვარსკვლავი და მათგანში კიდევ უფრო პლანეტაა. ერთში მილიარდი და ერთი კი არ არის ისეთი, რომელშიც მილიარდია 300 თუ 400 მილიარდია. ამის შემოქმედზე, ამას რო ბიძგი მისცა, ეს რო იცოდა სად მიიყვანდა ამ ყველაფერს, იმაზე ვლაპარაკობ და გვეუბნება რომ ახალი ცა და ახალი მიწა რწმენის საგანია, მაგრამ უბრალოდ როგორი რწმენის, თეორიულად შემოფარგული მკაფიოდ ხაზები უნდა იქნეს დაცული. და არ გადაიძღაბნოს აი პლატონთან, არისტოტელესთან და რაღაცა საბერძნეთში ესე ვთქვათ რა. მაგრამ აი თითქოს გონება სულ მაინც ჭირდება რომ წარმოიდგინოს და მაინც ვერ მოისვენებ რომ არის ფიქრო მაგაზე. მაინც რაღაცას უსაჭიროა რომ წარმოიდგინო როგორ მოხდება. კი და ძალიან კარგი იქნება ეს წარმოდგენა და წარმოსახვის არ გაგვივითარდა ჩვენ ეს წარმოსახვის. ეს კითხვა ესე დატოვა და ხოლმე რომ რაღაცა იქნება და ვერ მოისვენებ ასე მგონია. ამ გაგებით ძალიან მომწონს ხოლმე ჯერთი ხელოვანები არიან ხოლმე, ფანტასტიკური პოეტები რაღაც, მაგრამ ფილმი რო ვახსენეთ, ფანტასტიკის ჟანრი ამ გაგებით არის აი
ჩვენზე უფრო გამბედავები და ჩვენზე უფრო მორწმუნეებს გულისხმობ რა. და ეს აყიდურს ხოთაშვილის სახარებაში ჩანს მორწმუნეების მიმართ, რომ შეიძლება, ისე რომ პერიფრაზი რო გავაკეთოთ, იმას თუ შეეძლო წარმოედგინე ისეთი სამყარო და არაჩვეულებრივი სერია აგო, ხო? შენ რა გიჭირდა ქრისტიანო ადამიანი, რომ წარმოსახვაში ორი ნაბიჯი გაგეკეთებე კიდე წინ. იმან ააგო სერია 4 სეზონიანი რაღაცა გეტყვიან და შენ ვერ შექმენი ერთი ნაბიჯი ვერ გადაგდი წინ და ჩაეჭიდე იმას, რაც სულაც არ იყო ქრისტიანული და იყო სხვა. ამიტომ შემოქმედებითობა და აი წარმოსახვის უნარის განვითარება ეს არის ის რაც ჩვენ დავკარგეთ და რაც პრინციპში რაშიც ვერ გაყვა ადამი ღმერთს. აი ცოდვით დაცემაც აი იმ გრანდიოზულ სურათში ვერ გაყოლა გზიდან ჩამოცილება და არა რაღაცა ეთიკური ან რაღაცა ესეთი ნებელობითი და ცოდვა რა რაღაცა ვერ შეძლო გეგონება ის იყო სავარჯიში. ადამიანის პიროვნება, ანუ ასე ვთქვათ, პიროვნება აღსდგება, პიროვნება ემახსოვრება ღმერთს, ხო ღმერთი დაიმახსოვრა ჩვენ პიროვნებას. ხო, ეს ძალიან საინტერესო. ჩვენი პიროვნება შედგება ჩვენი გამოცდილებისგან, რაშიც ძალიან დიდი წვლილი, ალბათ 100% არის ბიოლოგია, ქიმიური პროცესები ჩვენ ტვინში. კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ თუ მარტო ეს ვართ, როგორ შეიძლება ისევ ამითი ისევ ამ მდგომარეობით შენ გადახვიდე რაღაცა სხვა განზომილებაში, თუ ისევ ის ემოციები, მიდრეკილებები, მოთხოვნილებები გექნა, რა მოთხოვნილებებიც აქაურმა სამყარომ გაგიჩინა დროთა განმავლობაში. ის მიდრეკილებები, ის ეგო რაც ჩამოგიყალიბდა ხასიათი ძალიან ხალხური პასუხი ამ შემთხვევაში ყველაზე შესაბამისი იქნებოდა, რომ იქიდან მოსულ ადამიანს რომ ვიცნობდეთ ვინმეს ვკითხავდით ამ ყველაფერს და მაგრამ ცოტა რამ ვიცით ამაზე და რაღაცა ცვლილებებისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ რაღაცა კარდინალურად შეიცვლება და ამიტომ ძალიან ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც თქვენ თქვით, რომ აი მე ხას ასეთი ვარ და რა ვქნა, აი ზოგჯერ ადამიანს აქ უშლის ცხოვრებაში ხელს. ხო, მაგას მომხდარა. ხო, და ამიტომ ეგ შეიძლება სავარაუდოდ. დიდად შეიძლება. ბედნიერებას და ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან ჰარმონიის ცხოვრებას ყველა ვერ აღწევს. ხო, და ძალიან ძნელია ეს. ხო, და თუ ცხოვრებაში ვერ მიაღწია, მე გაწყვეტა, აი ჯიუტად რაღაცაზე ჩაჭერა, ხო? ეს ძალიან სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს და მაგალითად ამაზე არასდროს არ ფიქრობენ ხოლმე რაღაცა რთული სიტუაციების დროს, ხო? უკან გავწევთ ხოლმე ჩვენ ახლაც, ხო? რაღაცა ხასიათსაც, რაღაცა თვისებებსაც, რაღაცებს და გადარჩენის და მით უმეტეს პერტავდგომა ან ეს დიდი კატაკლიზმი სავარაუდოდ ისეთი მოწოდება იქნება, როდესაც ამ ტრანსფორმაციისთვის ადვილად თუ ძალიან ჯიუტი არ ახარ, ადვილად ესօრეთ ჯოჯოხეთის სხვადასხვა დაახლოებით ეგეთი რამეა, რაღაცა ბოროტი განზრახვებისადმი, რაღაცა ესეთი ჯიუტი ხელის არ გაშვება რა, ბოროტების სურვილზე რაღაცა. ამ შემთხვევაში რა არის პასუხი, მაგალითად გარდაცვლილზე ძალიან სერიოზული საკითხია. ადამიანზე, რომელიც რაღაცა გონებრივი შეზღუდვებით დაიბადა და ამ შემდეგ ძალიან სერიოზული საკითხია. იცი რა მე მგონი მანდ ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ იმაზე რომ მას ისტორიაში ასა სხვადასხვა გავაკეთე რაღაცა მათემატიკურადაც შევეცადე რომ ეს ერთმანეთთან და დელტა ხო აი სხვაობა რა განსხვავება იქნება ჩემსა და მას შორის ხო აი პიროვნულობის გამომჟღავნების ისტორიული პერიოდი მომეცა სხვა რა მეც ხო ახლა აქ ამ ქვეყნად და ფასეულია მაგრამ ორი თვის ჩვილი ხო ჯერ პიროვნება ხო და აი არა აქვს იმას ცოტა აქ ის დელტა რა ის ისტორიულად არ აქვს ფაქტობრივად უბრალოდ ისტორიული ამბავი არ აქვს პიროვნული აქვს მაგრამ ისტორიული არ აქვს ამიტომ ეს გამოცდილებაა პიროვნული ხო აქვს პიროვნული ღმერთი ჩამოყალიბდეს დროთა განმავლობაში აი მე მგონი ღმერთის გადმოსახედიდან ისმას უკვე ხედავს ბოლოს სურათში რა იქ ბოლოს იმ რეალობაში რომელშიც გადამწყვეტი არის პიროვნებებს შორის ურთიერთობა და იმ რეალობისთვის მთელი სამყარო მთელი თავისი ისტორიით მთელი თავისი განვითარებით ჩვენც ძალიან მოუმზადებელი ვართ ამიტომ მე მგონი დიდი სხვაობა ამაში არ იქნება ისეთი დიდი ცვლილება გველის ჩვენ რომ იმ ადამიანს შორის რომელმაც აქვს სულიერად რაღაცას მიაღწია და პიროვნულად იმ რელიგიურად და პიროვნულადაც აი რაღაცა აი რაზეც ახლა ვლაპარაკობთ იმ გაგებით პიროვნულობით აი რაღაცა მოზდო კბილია ხო მას შორის
და იმას შორის ვინც ან ჰარალედ გაატარა ცხოვრება ან რაღაც გარემოებების გამო საერთოდ ვერ გაია მე მგონი დიდი სხვაობა არ იქნება იმიტომ რომ ჩვენ ევოლუციურად კი არ მივდივართ მარადიულს ეს საჩუქარია ეს ბოლო ეს ღმერთის ქმედება ის ახალი ცხოვრება არის ის რაც მოხდა ქრისტეში იესო ქრისტეში და ეს უკვე განხორციელდა ანუ ჩვენზე ეს არ არის დამოკიდებული ანუ ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს ესეთი გადამწყვეტი ამას ხო გადამწყვეტი მნიშვნელობა ღმერთთვის არ აქვს უეჭველად მაშინ აზრს არ კარგავს ცხოვრება აი უკვე კითხვა მოდის აზრს არ კარგავს ცხოვრება ხო როგორ ვიცხოვრებთ რას ვისწავლით რას გავიგებთ რაზე ვიფიქრებთ კითხვა მოვიდო და ეგ ცხოვრება აზრს რა გაგებით არ კარგავს ამაზე ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება უბრალოდ მე მგონი არის დასტური და მოწმობა აი იმ ახალი და საბოლოო არსებობის ხო ის საბოლოო და ახალი არსებობა დღევანდელ დღეს აძლევს ძალას ესე იგი აქ როგორი დინება იცით ქრისტიანობაში რამდენიც არ უნდა გაგიკვირდეთ ესე იგი აწმყო შობილი წარსულისაგან შობელი მომავლისა ეს ბერძნებია ეს ილია მართალმა პოეტურად გამოთქვა რომ ეს ჩვეულებრივი ხაზოვანი ესეთი ისტორიული დენადობაა ხო რომ აწმყო არის წარსულის შობილი და აწმყო მერე შობს მომავალს და ბიბლიური და ეს ქრისტიანული ხედვა არის რომ მომავალი განწმენთ წარსულს და რეალობას აძლევს აწმყოს მომავალი ის რაც აძლევს რეალურობას არსებობას აწმყოს მომავალ ის საბოლოო სურათი ის სათასასუფეველია ის რისთვისაც საერთოდ შეიქმნა სამყარო იესოს გამო ქრისტეს გამო განკაცებული ძე ღმერთის გამო ესეთი ისტორია ეს არის მამა ღმერთი ძე სულიწმინდა ძე ღმერთში შესაძლებელი იყო სიმრავლის შემოტანა ქმნილების და სიმრავლის შემოტანა ეს ღმერთის გრანდიოზულობა იტევს ქმნილებას და სიმრავლეს თავისუფლად იტევს ამიტომ მოიწვია ამაში ქმნილება ეს შესაძლებელი იყო იმ ბოლო სურათით რომელიც არის რადგან ეს შესაძლებელი იყო ამიტომ შეიქმნა მომავალმა განსაზღვრა წარსული და აწმყოს აძლევს სიცოცხლეს მომავალი აწმყოს აძლევს სიცოცხლეს ამიტომ აწმყოში აი ამ ადამიანების არსებობა ნიშნავს იმ გაგებით რომ აწმყოს მეტი რეალურობა ჰქონდეს რაც უფრო ზეცის ჰაერის შემომტანი ესეთი პატარა კაპილარებით შემაერთებელია რაღაცა ინსტიტუტები ეკლესია ჩვენი გაგებით არსებობს მით უფრო რეალურია ცხოვრება მით უფრო რეალურია სიყვარული თავისუფლება სიკეთე სხვა დანარჩენი არის ადამიანური გაგებით ჰუმანიზმი რაღაცა ემპათია რაღაცა სოლიდარობა და ის სიცოცხლეა და ამ გაგებით მნიშვნელობა აქვს ყოველი ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ რომ მას შეუძლია მეტი ჟანგბადი, მეტი ზეციური ჟანგბადი ჩამოიტანოს აქ. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის უმნიშვნელო თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრება. ხო, ესე მარტივი გასაგები არ არის ეს აღსაქმელად. დიახ, არ არის მარტივი გასაგები, ალბათ, თუმცა არც ძალიან რთულად გასაგები არის რა. შეიძლება მე უფრო გავართულე, მაგრამ თუ რაღაც საუბარში შემიძლია კიდევ უფრო გამარტივდეს ხოლმე. მაშინ რატომ მარტო ადამიანი? არა მარტო ადამიანი, მთელი სამყარო. მთელი სამყარო, კი, ეს ძალიან მაგარი კითხვა. ეგ ყველა პირველ კურსელმა სემინარისტმა იცის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი იმისთვის, რომ განიღმრთოს ადამიანი და ადამიანის გზით მთელი სამყარო. ადამიანის გზით მთელი სამყარო. მთელი ცოცხა, ხო, აი ძალიან საინტერესო კითხვები წამოვა მე, ხა მე სამყაროს სახში მაგალითად ძალიან საყვარელი ძაღლი, რომელიც ესე გვიყვარს და ხა. ხო, და აი ძაღლი და ის კატა, ხო, დიახ, ხო. ეს ამბები ტრიალებს ისედაც ხო სხვათა შორის ხო და რა როგორ ის ხო აი ძალიან საინტერესო არა გვაქვს აქაც კარგი პასუხი და ისე მაგრამ ფაქტია რომ აბარა და შენი სიცოცხლე შენთან აქვს ურთიერთობა ადვილად დათმობ რა იქნება გაცოცხლ ძალიან საინტერესო და ძალიან ცარიელია ეს უჯრა ქრისტიანულ პრაქტიკაში ქრისტიანულ სარწმუნოებაში მთელ საქრისტიანოში პროტესტანტებთან მართლმადიდებლებთან ძალიან უსამართლოდ ცარიელია და დატოვებულია უყურადღებოდ ესქატონი ქვია ამას ესქატოლოგია ქვია საბოლოო სურათზე ესქატა არის ეს ბოლო წერტილი აი მთელი სწავლება რა როგორც რაღაც არის ქრისტოლოგია არის პნევმატოლოგია რა ეს ესქატოლოგია ბოლო სურათზე და ეს უჯრა არის აი კაცშულს ამისთვის უხეშად რო თქვა არა და მთელი სახარება დიახ და მთელი სახარება ამით იწყება მაცხოვარი ამბობს პირველ სიტყვებს შეინანეთ მოახლოებულია სასუფეველი ცათ
და არა იმას, რაც ჩვენ გვესმის ძალიან ხშირად. ხო. მაშინ ადამიანის ჩვენი გავლილი ცხოვრება იქნება გადამწყვეტი იმაზე ღმერთს როგორც თქვენ იხმართ ეს ტერმინი ემახსოვრები თუ არა ღმერთის მეხსიერებაში დარჩები თუ არა თუ ყველა ახსოვს აბსოლუტურად ყველა ქართველი მართლმადიდებელი არა მართლმადიდებელი ყველა ახსოვს ვიღაცისთვის ეს ხსოვნაში შემოსვლა და გაცოცხლება ამ ხსოვნაში იქნება ნეტარება ვიღაცისთვის ვიღაცა ვერ აიტანს ამ ხსოვნას და ამ ურთიერთობას ხო? ხო, მაგას გულისხმობ. დიახ. ყველასთვისა კვრეთით აღდგომა არის ყველასთვის. მთელი სამყაროში არსებული ადამიანების ყველასთვის. ეს არ უდრის ყველას ნეტარ არსებობას, რასაც ჩვენ ცხონებას ვეძახით. ჩვენ ცხონებას ვეძახით იმას, რომ ნუ ნეტარი ხარ. ნეტარება ძალიან კაი ქართული სიტყვაა, რომ ყოველ მხრივ ყველაფერი კარგად არის სულხასაბასთან ეგეთი. ძალიან სიტყვის კონაი ყველას გვაქვს ალბათ სახში და ძალიან გამოსადეგი წიგნია. ხო და ჩვენ როცა ცხონებაზე ვლაპარაკობთ, ხო ეს არ ყველა რომ მტრეთ აღდგება, ეს არ უდრის რომ ყველა ცხონდება. ხო, მაგრამ არც და თუ ამ ცხონებას ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ვერ გაიარე. ხო და აი მანდ როგორ არ ვიცი, აბა როგორ შეიძლება რომ მანდ თქვა ჯერთი ზუსტად ვიცით რომ სამართლიანი იქნება, ხო? ვისთვისაც არ მიუციათ ეს ავტორი და ეს ეკლესია და ამ ეკლესიაზე წარმოდგენები იმას ეს მოთხოვნები არ ექნება, ხო? ეს ადამიანურადაც კი სამართლიანია და მით უმეტეს ღმერთის მოგეცა ის მოგეთხოვება არის, ხო და აი ამ გაგებით აი ამ პიროვნულ არსებობას ვინ რამდენად გემოაუღო, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ არ იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ ქრისტიანები და მართლმადიდებლები ცხონდებიან, არამედ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აღწერს რა არის ღმერთთან ნეტარი ცხოვრება. ცხონება რა არის? ამაზე ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ყველაზე რთულად, მაგრამ მართებულად და ჭეშმარიტად ვლაპარაკობთ, ხო? და ამას ვინ მიაღწია და ვინ გამოხატა? ხო და ვინ ამწო გამზომი ამისი არის მხოლოდ ღმერთი. მხოლოდ ღმერთი, მე და თქვენ არა ვართ ერთმანეთის საჯულები, მე და თქვენ არა ვართ. ეს ქრისტიანობის აი ძალიან დიდი ნორმა, რომელიც ახლა ძალიან საჭიროა რომ გავრცელდეს. პავლე ისე მიყვარს და ისე მომწონს. ეგ არის ნორმა, ალბათ ყველაზე მეტად გვაკლია. აი დავით აღმაშენებელი იმიტომაც იყო ისე რა, იმიტომ რომ ერთ წელიწადში 24 ჯერ წაიკითხავ, სხვა წელიწადში შეიძლება მეჯერ. ეს ისე მახსოვს და ისე მომწონს ესე რა. ვიპოვე მე იქ დედანშიაგა და ტყილს არ ვიკადრებო ეს არ თახწერე ამბობს რომ ტყილს ხო იცით არ ვიკადრებო, იმიტომ რომ ტყილის მოქმედო რაღაც ღმერთი და ხო და ერთ წელიწადშიო 24 ჯერ წაუკითხავს საქმე მოციქულთავს ზოგს რომ კითხვა არც ესე სახარების შემდეგ მოციქულების წერილები, ეპისტოლეები, პავლენი ქვია, სამოციქულო ქვია პავლეს უფრო უმეტესობა პავლეს წერილები, მაგრამ სამოციქულო ქვია ეგ მოციქულთა საქმეებია და წერილები. და ამ წერილებში არის ეგ არა და პავლე ეუბნება რომ ერთი მეორეს პასუხს ნუთხოვთ და მეორე პირველს ნუავალდებულებს ნურაფელსო. იმიტომ რომ ერთიც და მეორეს თავისი ღმერთის წინაშე დგას და მას უგებს პასუხს. აი ეს ძალიან ისეთია ხო რომ ფაქტობრივად ესე უნდა იყოს რომ გთხოვერ რომ დამარიგო ჭკუ ამასწავლო რაღაცაზე პასუხი მომთხოვო ხო? მაიძულო პასუხი მომთხოვო უფრო ხო? სწავლა ეგეც ხო? პასუხი რომ მომთხოვ, შენ არ ახარ ჩემი, ესე იგი მსაჯული, შენ არ ახარ ის, ვის წინაშეც მე ანგარიშნად ჩავაბარო, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ სარწმუნოებრივ და ესეთ ამ საკითხებზე. ეს თორე ვალდე ისე არ გაიგოს ვინმე რომ ღმერთს უგებ პასუხს და რაც მე მევალება საზოგადოებაში იმას შეიძლება ზოგმა ისე თარგმნოს. ისეთი რელიგიურობა ისე აგიჟებს ადამიანს, რომ ეხა ეთერშიც ვერ ვიტყვი. ადრე რეებს აკეთებდნენ, ისე პირდაპირ კითხულობდნენ. ამბებს რომ ორას დაიჯერებ ღმერთის სახელით ის კეთება შეგიძლია. ხო არა, ბუკვალურად კითხულობდნენ რაღაცას და როცა იცოდნენ რომ ნუ მოკლედ ვერც ვიტყვი, ხო, კარგი. მე აღდგომა ამ გადმოსახედიდან როგორც ჩანს ჯერაც ვისაუბრეთ, თითქოს რაღაცა ბოლო შანსი არის. თქვა თუ ვერ მოახერხა სულმა როგორც თქვენ თქვით რომ
ჩემი სიტყვით ვიტყვი შეირგოს, ასე ვთქვათ და ადამიანმა მე რაღაცა გამოსწორების შანსი გზა არსებობს, ანუ რაღაცა მეორე დოსტორ მოხდება, გაიყოფა და ვინც ვერ ცხონდა, ვერ ცხონდა და მოჩა. ხო, ვისთვისაც ხო აი ცხონება რომ უფრო ჩემი აზრით უფრო გასაგებად ვთქვათ, რომ ვიღაცთვის ის რეალობა საბოლოოდ ნეტარი აღმოჩნდება, ხო, ბედნიერება საბოლოოდ და ვიღაცისთვის საბოლოოდ უბედურება. ხო, ამბობენ რომ ეს ბოლო ამბავია და მან ეხა ქრისტიანულ რაღაცა სწავლებებია, რომლებიც ამბობს რომ ეს რაღაცა დრო გაავა ის უბედურებიც მე ბედნიერები გახდებიან, აპოკატასტასის იქვე რაღაცები და ეგ ძალიან სადაოა და ეგ არ არის საჭირო ეხა რომ ამაზე. ხო, ეხლა რასაც ეგ ბოლო შანსია ეგრეთ ვთქვათ, ხო, ბოლო ზღვარია. ცოტა უსამართლო ჩანს და ჟღერს ჩემი გადმოსახედიდან. იმიტომ რომ მაშინ თუ ყველას თანაბარი შანსი მიეცა ცხონების გზაზე, ყველას თანაბარი ცოდნა მიეცა შესაბამისი, ესე იგი რაღაცა იყო მიზეზი, რის გამოც ვერ მივიდა იმ წერტილამდე, ხო, ცხონების წერტილამდე რაღაცამ შეუშალა ხელი. თუ ჩვენ ვართ ბიოლოგია, ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე აქაურ მატერიალურ სამყაროში ვარსებობთ, მაშინ ძნელია რომ ბოლომდე ამ ადამიანს დააბრალო რომ ვერ ცხონდა, ხო? ხო და აი ძალიან კაცრი და თუ გაბოროტო და რაღაცა მოიქცა. აი ჩვენ მე მგონი ძალიან კეთილ ადამიანებს არ შევხედულებთ ალბათ ცხოვრებაში, რომ მე წარმოვიდგინოთ რომ ღმერთი იმაზე მილიონჯერ და მილიარდჯერ უფრო კეთილია უბრალოდ რა. აი უბრალოდ საჩუქრების დამრიგებელია. აი ეს წარმოდგენა ღმერთზე არ აქვს, ღმერთი რომ ძალიან კეთილია. ამას საეკლესიო აი მეც ესე მინდა რომ იყოს და ამ გადმოსახედიდან დიდ ბოდიში ეკლესიაც ასწავლებს რა. წარმოსადგენია რომ რაღაც ადამიანების ნაწილი გაიყოფა და ვერ ცხონდა და დავიწყოთ. ხო, ამიტომ ეს ძალიან დიდი საჩუქარი იქნება და სავარაუდოდ ყველა იტყვის ხოს ამ საჩუქრის მიღებაზე. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ყველა იტყვის მხოლოდ ძალიან ჯიუტი ბოროტი აღმოჩნდება ის ვინც საბოლოოდ იტყვის რომ არა, იმიტომ რომ ამ თავისუფლებასაც და ეს სამართლიანია, რომ თავისუფლებას ღმერთმა პატივის წეს, უხეშად რო ვთქვათ რა. იძულებით მოგცა თავისუფალინება, მაგრამ ეს ისეთი დიდი ზომის საჩუქარი იქნება, რომ მან უფრო სხვა საკითხი დადგება, გიორგი, მე მგონი. ის საკითხი, რომელიც არის უძღებიშვილის იგავში. არ ვიცი ღირს თუ არა ამას შემოტანა. უბრალოდ ერთი რაღაცის თქვა მინდოდა თავშვე და ბარემ აქ ვიტყვი რომ რაღაც ძალიან დიდ კონგრესზე მივდივარ, ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ესა რა, ესე დიდ ფორუმზე არ ვსარყოფილ რაღაც ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი 2 წელიწადში ერთხელ არის და ეს ჩვენი ავტორი და ეს მართლმადიდებლური ხედვები, ვინა ვართ, როგორ ყალიბდებით პიროვნულობა რაღაცეები, მოკლედ და ჰეგელთანაც ეს არის, რომ ისტორიულია იქ პიროვნება, აქ ჩვენთან რაღაცა ესქატოლოგიურია, მოკლედ აი ეს კვეთებზე დავწერეთ ისინი რა ქვია თეზისები გავაგზავნეთ მიიღეს და მომხსენებლები ვართ მოკლედ რომში რა ძალიან დიდი ამბავია და იქ რომ მივდიოდი ვფიქრობდი რომ რაღაცა სავიზიტო ბარათებს ხوار დაავარიგებ ან რაღაცა და მოკლედ ChatGPT-სთან დიალოგში მოვიდა მივედით ესეთ აზრამდე რომ შევქმნა საიტი რომ წარმოიდგეთ ერთ დღეში შევქმენი ესეთ საიტი რომელიც თუ შეიძლება ჩვენი დიალოგის ქვეშ გავდებ ლინკს და იმ საიტზე ავტვირთე ჩემი ესეები, რაღაცა ერთი თარგმანი, ერთი წიგნი, ჩემი როგორ არის საიტის მისამართი? იცი აი ეს დომენი ჯერ არ მაქვს. ხო. მაგრამ ნუ აქვს მისამართი. და ლინკი შეიძლება გადასვლა და არა რომ ჩავსვა ხწერაში. ისეთი საიტია, რომ უბრალოდ ჩემი დიშვილმა თქვა რომ მე 3 დღე 6 საათი და მემუშავე ეგეთ რამე შემექნა. ერთ დღეში ყველა შეუძლია ეს გააკეთოს. სხვა შორის ამ ჟურნალის საიტიც გვაქვს უკვე. და იქ მაქვს ესე, არ მინდა რომ ეხლა ამით გადაგტვირთო, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი, იქ მაქვს რამდენიმე 18 ესე და ხელოვნური ინტელექტიც დაურთე იმ საიტს. და საიტზე შეგიძლია ხელოვნური ინტელექტს კითხო რომ აი ამ ესეში რას ამბობს ეს ავტორი. მოკლედ სასწაული რამე გააკეთა, სხვისი გაკეთებულია და ამიტომ შემიძლია ესეთ ამათ ვილაპარაკო რა. ChatGPT-ში საიტი შევქმენი ერთ დღეში და უბრალოდ თვითონ მსმენელმა და მაყურებელმა ნახოს რა დონის არის და რეებია იქა რა. ხო და მან თქვა ის საყოველთაო აღდგომის შემთხვევაში სხვა საფრთხე გველის ჩვენ. როდესაც ცხონებულებში, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე. აღმოაჩეთ ისეთ ადამიანებს, რომელთა ნეტარებაც ჩვენ არ გვსურს. აი მოკლედ ხო გამიგეთ? კი. აი ჩავთვლით რომ უსამართლობაა. დიახ. აი ეს ძალიან მაგარი ამბავია და ზუსტად ამაზე არის უძღებიშვილის იგავი და არა უმცროს შვილზე. აი მთელი
მაბატეთ ესეც ჩემი აქცენტი არ არის, მე პირველი არა ვინც ამ აქცენტს ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის პირველად ჩემში დაიბადა ეს და მე სხვებთანაც ვნახე, რომ უძღები შვილის იგავე, აი რომ წაავა და მე რო ტირის და მთელი ფერწერა შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის რო აი ამ უძღებ შვილზეა, რომელიც მამასთან მოვიდა კინემატოგრაფია, აგერ ჩვენი სამოსელი პირველი და ყველაფერი. ეგ არ არის ყველაფერი უმცროს შვილზე. ეს იგავე არის უფროს შვილზე, მხოლოდ მასზე. ის რომ დაბრუნდებოდა, რომ მოშივდებოდა, დაბრუნდებოდა მამასთან. მაბატეთ აქ უჯრედიც დაძვრება, რომ სიცოცხლის წყარო იპოვოს და დაუბრუნდეს სიცოცხლის წყაროს. და უფროსი შვილი კი მის მამა არ ეუბნება, რომ შენს ხარჯზე დავაბრუნოთ ეს შვილიო. არც სხვა იგავში არ ეუბნება, მათ ხო არის ბოლოს სამსახურში რო იყვანს, გახსოვს მშრომელებს და ბოლოს ვინც მოვა, იმასაც იმდეს მისცემს. და პირველების ხარჯზე კი არ აძლევს, პირველებს კი არ ეტყვის, რომ თქვენ ცოტა მოიკელით, სოციალიზმი კი არ არის. ხო? მაგრამ აძლევს და ეუბნება კიდევაც, შენ რა, შენ ხო ნეტარება გინდა და შენ ხო გაქვს ნეტარება. და იმასაც თუ ვაძლევ, იმის გამო რომ მე ძალიან კეთილი ვარ და შენ ვერ ხარ ძალიან კეთილი. შენ ამის გამო რატო იტანჯები? აი, აქ სულ სხვა გამოწვევა გვექნება. სულ სხვა გამოწვევა იქნება. ამიტომ არ ღირს იმაზე წუხილი, კეთილი იქნება თუ არა, ღმერთი სამართლიანი იქნება თუ არა, აცხონებს თუ არა, აი ეგერ ახლახან ჩემს მეგობარს გაუზიარე არჩიბალდ კრონინის კარები ცათა სასუფეველში თუ რაღაცა არაჩვეულებრივი ისა ბრიტანელი მწერლის ისაა რა, არჩიბალდ კრონინი ცათა სასუფეველის კარებთან თუ რაღაცა. და იქ არის ექიმი ათეისტი. და ეს მღვდელი და ჩინეთში შავი ჭირის დროს მარტო ეს ორი ადამიანი დარჩება რა. და კუდება ეს ექიმი რა და ეს ისეუნება რა ქვია ეს ათეისტი კუდება და ეს მღვდელი მივადა მის გვერდით არის და ეხლა არ მითხრა რომ გაზიარებ და რაღაცა არა არც კადრია იმიტომ რომ არაკლია ღმერთს ესე ვთქვათ ისა რა გადარჩენისთვის სამართლიანობა გულმოწყალება სიკეთე აი უბრალოდ იმიტომ რომ საეკლესიო ენა აი ძალიან კარგი ამ გვაგებით მე ორჯერ ვიყავ უკვე თქვენთან და ეხლა თქვენი რიგიარო ერთხელ მოხვიდეთ ჩვენთან დამსწრეთ ლიტურგიაზე და იქ საეკლესიო ენა ძეგეთია რომ მისი გულმოწყალება აი ენით აღუწერელია და ყველაფერ ეს დევს ენაში მღვდლები როცა ლაპარაკობენ მორწმუნეები მაშინ არის მის მართალია მაშინ და ამიტომ გგონიათ რომ ღმერთი ნუ ცოტა აი ეხლა რომ თქვა ვიღაცამ იმაზე ცოტა კეთილი ალბათ იქნება და რა ალბათ იქნება კი არა მხოლოდ ხო ხტებით რა ხო და ეგ არის ანუ სხვა გამოწვევები გვექნება ხო მაგრამ ამ შემთხვევაში არის ადამიანს ახლა ყველას ყავს საყვარელი ადამიანები გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრები ასევე იმაძეც დარდობ ხო ახლა რა თქმა უნდა ცხონება მარტო შენთვის არ გინდა თუ გინდა იმათთან ერთად გინდა აგერ შევეხეთ ჩვენს გარშემო გარემოს ხო ცხოველებს რაღაცა სამყაროს რაღაცა ხო გახსოვთ ის ვის უთქვამს ბატონი კახი თავის თავზე არ ამბობს მე მგონი ვასაძე უთქვამს ხო რომ იქ თეატრი არის ვიღაცისთვის რაღაც გარემოა ისეთი რომლის გარეშეც არ შეუძლია ხო რა ნუ ასე რომ სხვა გამოწვევები იქნება და ეს ძალიან გვათავისუფლებს ერთის მხრივ და გამოწვევაა ჩვენთვის რომ ჩართო წარმოსახვა და თავისუფალი ხარ და კიდე რაღაცას არ არის შეზღუდული აუცილებლობებით განპირობებული არ არის მომავალი ეს პირიქით სიხარულის და რაღაცა გამოწვევის ამბავია ისე შემოქმედები ამას უკეთესად აკეთებენ ვიდრე ზოგიერთ ჩვენ ხო ძნელია წარმოედგინო მაგრამ ძნელია რომ მაგრამ გათავისუფლებს არაფერს არ გართმევს რა კაცმა რო თქვას არაფერს არ გართმევს გამოტივირებს ყველა ზღაპარში არ ნუ რა ვიცი რეალობასთან გამეგობრებს პირიქით მე მტერი ვარ აი რელიგიურობის რომელიც გეუბნება რომ რაღაცა სულეთი რაღაცა დააგრო ნუ ხვდები ჭეშმარიტება ათავისუფლებს ჭეშმარიტად ასე არის სახარებაც მაგას ამბობს რომ სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებ თქვენ რა გამათავისუფლებს თუ კი ესეთი ხო ერთი ფილმი არის ძალიან მიყვარს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის ტყუილის გამოგონება ესე ქვია არის ადამიანზე ჩემს საყვარელი ბრიტანელი კომიკოსი არის რიკი ჯერვისი მისი ფილმია თვითონ თამაშობს და სამყაროს სადაც ვერავინ ვერ იტყუება C.S. Lewis-ი თუ ვინა? არა, რიკი ჯერვისი. რიკი ჯერვისი. ლუისი კეი სხვა. ეგ ლუისი კეი კიდე ხო? რიკი ჯერვისი. და ესეთი ფილმია, ესეთი სამყარო რომ ვერავინ ტყუილს ვერ ამბობს, არ შეუძლიათ ტყუილის თქმა, რაც იმ წუთას გონებაში აქვთ, იმას ამბობენ. და ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც გაიხსნება ეს უნარი. და რასაც ამბობს, ყველაფერს უჯერებენ. და დედა უკვდება და შეშინებულია დედამისი ბოლო წუთებია სამოწყოფოშია რომ რა მელისო რა და ნეტა ღმერთი არსებობსო და ესე უნება რომ კიო არსებობსო რომ დაამშვიდოს
და მის ნათქვამს გაიგონებენ ექიმები, ექთნები და მოკლედ მთელი დედამიწა გაიგებს და ხანში რომ ამ კაცმა იცის პასუხი ხო და მართლაც ანუ ტყუილის არიციან ესეთი ის რო არსებობს რა და მთელი დედამიწა მოვადგება ამ კაცს ასე ვთქვათ რომ გითხარი პასუხები როგორია 60 ღმერთი არსებობს თუ არა და ასე შემდეგ და ეს იძულებულია რომ რაღაცა პასუხები მოიგონოს რომ ეს ხალხი რაღაცა დააშოშმეოს და დააწყნაროს და ერთხელ გამოდის და ამ ხალხს ელაპარაკება რომ 60 არისო და ნუ გეშინიათ რომ მოკვდებითო ყველა თქვენი სახლები გექნებათო ყველაფერი იდეალურად იქნებაო უცებ ერთი ხელს იწევს რომ როგორი სახლები გვექნებაო როგორ შეხავ ცხოვრობოთო როგორიც გინდა ისეთ სახლები გექნებათო მეორე იწევს მე თუ გადავწყვიტეო რომ იმასთან ერთად ვიცხოვრო იმასთან გადავიდო ჩემი სახლი დაიკარგებაო და სხვას მიცემენ თუ ისიც ჩემი იქნება და ეს კითხვები არ თავდება რა და ეს ვერ ამ ერთ პირველ კითხვას ვერ გაცდება რა და ვიღლება მთელი დღე მაგაზე მიდის რომ კი შენც გექნება სახე შეგინაჩ ყველას ეკნება სახე მოიცა იმ სახში ის როგორ იქნება და ეს კითხვები არის გაუთავებელი და ადამიანებს აქვს გაუთავებელი კითხვები რა და ეს იღლება ვერ ყველას ვერ აკმაყოფილებს რა ყველას იმას და ძალიან საინტერესოა გამახსენა ტყუილის გამოგონება ესე ქვია რა ჩემი და ჩემი შვილის დიალოგი სკოლაში დამყავს ხოლმე დილაობით 13 წლის არის და საუბრობთ ხოლმე ეს თემებზე და ჩვენ თუნდაც ცოტა სხვა მასშტაბები გქონდა რომ პლანეტები ან galaktikები იქნება ჩვენი და ეს შემდეგ. ხო, ბევრი კითხვა შეიძლება ესე იყოს და. ხო, ამის წარმოდგენა მე მომწონს ხო. არაფერი მე მომწონს რომ რეალობასთან გამეგობრებს ეს და რეალობა რომ შენი ის არის რაღაცა მოკავშირე აი ამ მოდელში რომელიც აღწერეთ ამიტომ მიყვარს აი ეს ქრისტიანობის ეს მართლმადიდებლობა ამიტომ მიყვარს რომ გამეგო ასეთი სახით როგორც ცდილობ რომ ვილაპარაკო რა ხო თუმცა საბოლოო საქმეც იმაში რომ 100%-იანი დასაყრდენი არსად არ არის, არც მეცნიერება არ არის 100%-იანი დასაყრდენი, იმიტომ რომ შეიძლება გავიდეს 50 წელი რაღაცა აღმოაჩინოთ, რამაც შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა. არაფერს დიდად არ შეცვლის. არაფერი განვითარებული იქნება, თორე კარდინალურად არაფერი. ნუ ხო ეხლა შეიძლება, ახლა მეც დიდი კი არის, ხო, ნუ ხო. ნუ კარდინალურად რამ შეცვალა, მაგალითად კვანტურმა ფიზიკამ შეცვალა, ხო, რაღაცა. თუნდაც სადამ გაარკვევდნენ რომ დედამიწა ბრუნავს ის გარშემო, სადამ ამას გაარკვევდნენ. და ასეთი ნახტომები მგონია რომ წინ კიდე ბევრი გვაქვს. აი რამაც მე მგონი ახლა კარგ დონეზეა მე ძალიან გულშემატკივრო მოკლედ ახლა სციენტისტი არა ვარ მეცნიერებას რო ხო იცი ჩამოეკიდება შუაში ეგეთ ხალხსა მაგრამ არც საწინააღმდეგო არ შეიძლება მქონდეს არა მე საწინააღმდეგოს კი რომ პირიქით ძალიან მაინტერესებს მე სამწუხაროდ ისე მასწავლდნენ რომ რაღაც დათქმებით რა შემოუშვი მეცნიერი ოღონდ წინასწარ პირჯვარი გადააწერენ რაღაცა ეგ უხატოვნად რო თქვა თუ რაღაც ხო ხდება ეგრე არა არ შეიძლება ეგრე რა ხო არა მე ელემენტარულ რაღაცებს ვამბობ რა ახლა არსებობს რამდენიმე თეორია ხო არის რაღაცა სიმების თეორია არის ხო მაგრამ ეს ერთმანეთს მსგავსია და ერთი ლოგიკა აქვს და ერთი რას მომფიცით რომ აი თქვა ერთ კონკრეტული თეორია თუ დაიჯერე რომელიც მეცნიერებაზე დგას ანუ მეცნიერება იმხელა და ის სამყარო კიდე იმხელა რასაც სწავლობთ რომ ამ მეცნიერებასაც ბოლომდე ვერ გაიაზრებ ეს ერთი ადამიანი იმდენად რომ ეს შენი 100%-იანი დასაყრდენი გა იმიტომ რომ იქაც შეიძლება შენ ვერ გაიგო რაღაცა კარგად რა მაგრამ ძალიან ამ გაგებითაც უნდა სწრაფად გვინდოდეს სათასაუბრებლის დადგომა რომ პასუხები მივიღოთ აი ადამიანი რომელსაც ძალიან წყურია დიდმოდში აი ხა ჩვენ უბრალოდ დაგვებადა ახლა ის რაც ნეტარების მცნებაშია რომ ნეტარიყვნენ ესე იგი რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის მეორე არის ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის რასაც თქვენ აღწერთ არის და ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ არის სიმართლის დადგენის შიმშილი და წყურვილი და ისინი გაძღებიან საცხოვრებელში და უნდა წყუროდეს როცა წყურია ეძებ რომ დროზე როდის მომცემენ ულუფას ხო როდის აი ის უნდა გეჩქარებოდეს ხო მაგრამ ყველაფერზე პასუხი რო გქონდეს ალბათ მე ცხოვრება საინტერესო აღარ იქნება მგონია რომ აზრი დაეკარგება ნახოთ აი იმიტომ რომ იმ არა ეხა დღეს რომ ყველაფერზე პასუხი მოგვეცეს ნუ ის არსებობა როგორია ღმერთი მარტო არ არის აი ღმერთი ისეთი ურთიერთობა ხო მამაძე სულწმინდა ჩვენ იქ რაღაც ისეთ არსებობაში შევდივართ ის პიროვნული არსებობა თან იმდენი ახალი ერთმანეთი ვიქნებით ნუ არ ვიცი ერთმანეთთან იმდენი არ ვიცი მე მგონი არაფერი მოსაწყენი ჩვენ არ გველის არა მოსაწყენი არა ნუ ახლა თუ დამთავრდება თქვა ის თუ ამოიწურება მე ვერ გაუძლებს ალბათ რეალობის ცოდნას ამ ეტაპზე რა ეს მგონია არა ის გამონათქვამი გულისხმობს რომ რეალობის ცოდნა დადგება სათასაუბრებელში იმ ახალ ცასა და ახალ მიწაში ამიტომ რომ იქ მე ყველაფერი შეიცვლება და
ეს ეს თქვა მეორე მოსვლა არის ერთი კონკრეტული დღე და რაღაც წერტილი ხო რაღაც წერტილია ხო რომელშიც კატაკლიზმი შეიძლება სხვანაირი გაგებაც კონდეს თუნდაც რელიგიურად ამ ტერმინს არა მე მგონი დიდი ცვლილების დღე არის რაღაცა ეს განვითარება აქვს რაღაცა ხო რაღაცა კულმინაცია აქვს არმაგედონია რაღაცა და მე კულმინაციაზე ხო და მე რაც ვამბობ რომ ხო ბიბლიაში რაც წერია და ბიბლიური ისტორიები და ამბების ხო ხანდახან ცოტა ისეთი ფილოსოფიური გაგებაც სჭირდება ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ და ხანდახან ვფიქრობ რომ ეს მეორე მოსვლა უბრალოდ ბიბლიაშიც სამყაროს ამბავი აღწერილი ეს უბრალოდ ადამიანის ამბავი ხო არ არის და მეორე მოსვლა სიკვდილს ნიშნავს რეალურად და ყველა ადამიანს თავისი მეორე მოსვლა დაუდგება ხო არა ამ გაგებით მე მგონი ასეთ შორს წასულ ინტერპრეტაციას არ იძლევა რომ ეს იყოს თითქოს რაღაც დამამშვიდებელი არარეალისტური არა განხორციელებადი ამბავი არა ასეთ რამეს არ უშვებს იმიტომ რომ ბრწამსში რატო ამბობ ესე კატეგორიულად ბრწამსში ჩვენობა ველოდებით მტრეთი დაღდგომას და ახალ ცას და ახალ მიწას. ხო. ამიტომ ეს ძალიან რეალურია ქრისტიანული მთელი საქრისტიანოსთვის ეს რეალური ამბავია. და მთელი აბრამის რელიგიებისთვის დაახლოებით ეგრეა. სხვადასხვა. ქრისტეს სწავლებიდან დღეს ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად რა გვაკლია რა დავივიწყეთ თქვენი აზრით. მე ეს მომწონს რა საკუთარი თავის და საკუთარი ღირსების გაცოცხლება და აი სულ მაგაზე საკუთარი ღირსებისთვის ეფასის დადება. დღეს ჩვენ საზოგადოებაში მორწმუნე ადამიანს ყველაზე მეტად აკლია ის რომ მან აჩვენოს ადამიანის ღირსების ეტალონი. ის ეტალონი რომელიც ღმერთმა მისცა მას, ის სიმაღლე რომელიც ღმერთმა მისცა, ადამიანის ღირსების, უღირსების კი არა, ესე იგი ღირსებისაგან დაცლილობის კი არა, ღირსების რა გაგებით, იცით რომ ადამიანია ღმერთად მოწოდებული ადამიანია რა, ძალიან ფასეულია, ძვირფასია. აი ამ გაგებით ღირსებაც, არა მარტო ეთიკური გაგებით, არამედ აი არსებითად, ხო? რომ რა დიდი ფასი ადევს რა მას, რა ძვირფასია ისა, რა შეუცვლელია ისა. აი ამის გაგება აკლია ყველაზე მეტად ქრისტიანობიდან დღეს ჩვენ საზოგადოებაში ადამიანებს. იმიტომ რომ ამას თავის სხვადასხვა იქ რო ახსენე ჩემი ვებგვერდი, იქ მაქვს ამაზეც ერთი ესე, რომელშიც განვიხილავ პავლეს ერთ გამონათქვამს, სადაც ის ამბობს, რომ ქრისტე მოვიდა ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. აი ჩვენში გავრცელებულია. როგორ, მოდიში? ქრისტე მოვიდა ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. აი ჩვენში გავრცელებულია სულ აი ეს მე ვარ ყველაზე ცოდვილი, მე უნდა შევეწირო, მე უნდა გავნადგურდე, მე არაფერი არა ვარ. აი ესეთი სახის გაგება ესე თქვა გამონათქვამის. ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების სიხარულია და ცხოვრების ზეიმს, რომ ქადაგებს და ცხოვრების ზეიმზე მიგანიშნებს, რომ მე სიცოცხლეში შევედი. ამას გიყვება და არა იმას, რომ მე ყველაზე ცოდვილი ვარ, ხო? ის ამბობს, რომ სიცოცხლის ზეიმში შევედი მე, რომელიც ცოდვილი ვიყავი, მე თუ შევედი, შევალთ აუცილებლად ყველანი, მოკლედ, ადამიანის ღირსება. აი რომ ძვირფასია, რომ ღვთაებრივი ღირსების არის, ძალიან ხშირად თქო წირვაზე ის მიხდება, რომ წამოგვაყენა დაჩოქილი ვიყავით ბუნების, შიშების წინაშე ადამიანები და ღმერთმა წამოგვაყენა, ფეხზე დაგვაყენა, ერთმანეთი თავის პირისპირ დაგვიყენა, მეგობრო დაგვიყენა. რომ შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და თითოეული ვართ მნიშვნელოვანი, ეს ჰორიზონტალურად ვართ მნიშვნელოვანი, ხო? რომ ღმერთი გვანიჭებს ამ მნიშვნელობას და არა ჩვენ ერთმანეთს. აი ეს ძალიან გვაკლია ფეოდალიზმი არის როგორი, ნუ ცალკე მღვდლები ვართ ფეოდალები, ეკლესიის წარმომადგენლები, აქ საგანძური გვაქვს რაღაცა კლიტეები გვაქვს რაღაცების და ამიტომ შენ ვერაზოს ვერ იქნები იმავე ღირსების როგორც მე გეუბნები, კიდე ჩემზე მაღალი, კიდე მე მეტყვის რომ ეგეთ ღირსების ვერ იქნება. მე ეს გადასული არის უკვე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ის თუ რაღაცა მდიდარი თუა ხორას ამბობის, როგორ იქნება კაცო უჭკუო მდიდარი, აქაც ხო, ესე და ღირსება რო ღმერთისაგან არ მე მონიჭებული და ის თუ ხო კიდე თუ რაღაცა თანამდებობაზეა ის ხო საერთოდ ზეცა ის მოქალაქეა უკვე და სახარება სწორედ ეგ გასწორა მაწყوارმა ამას ვერ შეძლებდა ადამიანი ალბათ არაზოს არ დათმობდა იმას რომ მონა უქონელი ფშიშარა ლაჩარი რაღაცა ისეთივე ხო ბერძნულ დემოკრატიაში ეგ ვინც ჩამოთვალ ისინი ხალხი არ იყვნენ ქალი ბავშვი უპოვარი რაღაცა ცურო უნდა გწოდნა და მამაცი უნდა ყოფილიყავი რა ვიცი ქონება უნდა ყოფილი მაშინ იყავი ადამიანი თუ ესენი არ ქონდა ადამიანი არ იყავ
და მარტო ქრისტიანობამ და ეხლა კიდე პოლიტიკურმა ერთმა რაღაცა რესპუბლიკის იდეამ ლიბერალურმა დემოკრატიამ შემოაბრუნა ყველა იმათმა შეძლეს წაკითხვა, იმიტომ რომ წერა-კითხვა იცოდნენ და წაიკითხეს. და ვიღაცები როგორც მაცხოვარი ამბობს, არც თვითონ სვამენ და არც სხვას აძლევენ წყალს რა. სახარება წაიკითხეს და სახარებიდან გაიგეს ეს იდეები. ევოლუციურად ამ გაგებამდე ვერ მივიდოდა ადამიანი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც აი პავლეს სიტყვებით რო ვთქვით, რომ იესოს წინაშე ჩვენ თითოეული ვართ პასუხისმგებელი და ერთმანეთის წინაშე თქვენ ვერ მომთხოვთ, მე თქვენი გასასამართლებელი მე არა ვარ. აი ეს თავისუფლება მისცა ადამიანს და ეს ღირსება მისცა აქვე, ხო? და მე შეთანხმდნენ სახელმწიფოზე, რომ მოდი რა, ეს ღირსება რო დაცული იყოს, მე და თქვენ კი დავიცავთ ამას, მაგრამ ვიღაც მესამე შეიძლება არ დაიცვას. ამიტომ მოდი გვყავდეს ჩვენ ერთი ინსტიტუტი, მეორე ინსტიტუტი შევქმნათ, რომელიც ამას შეძლებს და გაატარებს. ეს არის რესპუბლიკა. ეს მინდა ცათასასუფლებლის სული რო ტრიალებდეს აქ, იმიტომ ჭირდება ეგ ღირსება რო მაკლდება აქ, იმიტომ მაინტერესებს რესპუბლიკა, თორე სულ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, საერთოდ სულ სხვა როგორი რაღაცები ვილაპარაკე, ნახევარზე მეც არ დაიჯერებს ხო ის ადამიანი. მაგრამ იმიტომ მინდა ეს ღირსების ამბავი, რომ ცათასასუფლებელი ზუსტად ასე მხედავს მე. და თქვენ ასე ხედავს, მე არ მაძლევს უფლებას, რომ თქვენ ნაკლებად დაგინახო და არც თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მე დამამციროთ. ზუსტად ასე იწყება პავლე მოციქულის რომელთა მიმართ ეპისტოლეს მე-13 თავია, მე მგონი ან მე-14, ხო? ერთშიც მნიშვნელოვანი ამბავია ეს, ხო? ჭამელი არ ამჭამოს, ნუ განიკითხავს, არ ამჭამელი არ ამჭამოს, ნუ შეურაცხყოფს. ვინ ხარ შენ, რომ ხვის მონას განიკითხავ? ჩვენ რომ მოგნათლეს, ჩვენ ყველას მონობისგან გამთავისუფლდით და ქრისტეს მონა გავხდით მხოლოდ. და მონოთლობობაში ასე არის, რომ ჩემი მონი შეურაცხყოფა ითვლება ჩემს შეურაცხყოფად. ჩვენ ყველა ქრისტეს მონები ვართ, ამიტომ ჩვენი შეურაცხყოფელი ქრისტეს შეურაცხყოფელია. ამიტომ ადამიანის ღირსება დასაცავი და არა ღმერთის ღირსება. იმიტომ რომ ადამიანმა ჩვენ ეს თავისი ღირსებები გადაგვინაწილა, ეს ყველასთან. ყველას განურჩევლად, ყველაფრის რწმენისა, რა ვიცი მე, რასისა, სოციალური, კულტურული წარმომავლობისა. და ეს ვერ გაგვიგია რა ქრისტიანობაში, აი დღეს ჩვენ აი თქვენ კითხვას რომ საბოლოოდ პასუხი გავცეთ, აი ეს ძალიან დაკარგული გვაქვს და ამ გაგებით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო რა. ის კი არ უთხრა რომ ღმერთი არსებობს, ის უთხრა რომ შენ ღმერთისთვის ხარ შეუცვლელი. ადამიანს დაუბრუნო ღირსება. აი პატივი თუ რა, ხო, ღვთაებრივი პატივი რა, იმიტომ ღირსებაზე ღვთაებრივი სიდიადე, ღვთაებრივი საზომი. ხო. ხელოვნებაც ახსენეთ ჩვენ დიალოგში და რომ ისინი კიდე სხვა ენაზე გადმოსცემენ ამ ყველაფერს და ხელოვნების როლი რა არის ადამიანის ცხოვრებაში, აი იმ გზაზე რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა როლი აქვს. როგორც მახსოვს თქვენ რაღაც თქვენი პოსტებს პერიოდულად ხდება ხოლმე ვკითხულობ როკ მუსიკაზეც ქონდათ რაღაც დაწერილი ხო? დიდი მადლობა, როგორ რომ მიაქცია ყურადღება. კი, იმიტომ რომ უბრალოდ აქტუალებული ვარ, როგორი ტექსტები არის და როგორი როკ მუსიკა რომელიც ძალიან ხშირად ეშმაკისეულად არის მონათული და რამდენად შეიძლება ხელოვნება იყოს ესეთი და აცდიოს ადამიანი გზას ასე ვთქვით. იქ ხო პოეზია, იქ ხო მუსიკა არ არის, მუსიკა და ტექსტია ხო მართალია და პოეზია და სწორედ პოეზია ძალიან ახლოს არის მე მგონი თეოლოგიასთან და ფილოსოფიაც ახლოს ვერ მიდის. ისეთ რამეებს იტყვის ხოლმე არა პოეტი. აი ამ სწორედ ამ დარდისგან აი რაღაცა ეს ხო აი მე მგონია რომ აი თანამედროვე დიდი მწერლებიც უფრო დიდ პოეტებს რო იკვლევდნენ, აი მაგალითად ერთი მწერალია რომელიც ვიცი რომ ლავკრაფტს არ მახსოვს რა ერქვა, ამერიკელი პოეტი იყო ლავკრაფტი. ნუ ძალიან ტრაგიკული და იმას იკვლევდა უელბეკი. და უელბეკს საშინელი ღრმა ტექსტები აქვს ხო? სიშიშვლის გარდა ხო მართალია? მან სიშიშვლისთვის არ მიუწიათ გონკურის პრემია მისთვის ხო? და ის ლავკრაფტი ამბობს აი ამ ჩვენს მარტოობაზე, ამ ატომიზირებულობაზე, ამ ერთმანეთისაგან დაცილებულობაზე და ვერ შეხვედრაზე ერთმანეთს საშინელი რაღაცები რო წავიკითხე, ნუ ძალიან ღრმა და ძალიან მაგარი რაღაცები აქვს. და ერთის მხრივ კარგია რომ ენა არ ვიცი ერთი ორი ენის გარდა რა, მაგრამ საერთოდ ესეთი არ არის, ესეთი ევროპული ენები არ არის მოკლედ რომელიც ვიცი და რა ენებია? მეგრული და რუსული. რუსულს გულისხმობდი და ახლა რა დავიწყე ისე. სოხუმელი ვარ და სოხუმში დავებადე გავიზარდი და ხო და ამ გაგებით ტექსტებს ამიტომ რო არ მესმის ინგლისურად რო არ მესმის ტექსტები ხო? ნუ ჭირდება მინდოდა რომ გამეგო რა და ამიტომ თარგმნიდი და
ბევრმა ინგლისური იცის და ტექსტები არ ესმის და ძალიან მიკვირს რა. ეხლა ვინც 1-2 კაცი მოისმენს და ვიცი რომ მე ვეტყვი რომ აქა და აქ თქვი თქო. ძალიან მიკვირს. ეხლა ამერიკელი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გავიცანი გუშინ, ქართველი, იქ სტუდენტია. და მას ვკითხე და მას ესმის ტექსტები, ბრიტანელ ახალგაზრდა შემსრულებელი მითხრა, რომლის ტექსტებიც ესმის და ძალიან მოსწონს და მე მესმის რაიანაც ვიცი იმაზე მესმის ტექსტები და ინგლისური ვინც იციან ჩვენებმა სერტიფიცირებულად რა, ძალიან მაღალ დონეზე C1-ზე და არ იცი არ მესმისო სიმღერაში ყველა ტექსტი არ ესმის. ძალიან გასაკვირია ეს და არ არის მე მგონი ცოდნა თქო ვედავები რა. ხო და რო არ მესმოდა ეს ტექსტები რო ავიღე და მოკლედ რო ვთარგმნე, ნუ არის ძალიან ღრმა და კარგი ტექსტები და შემოქმედი ადამიანები ამ გაგებით აი ამ თავისუფლებას, აი ამ კრიზისებს, აი ამ წინააღმდეგობებს, აი ამ ტკივილს გამოხატავენ არაჩვეულებრივ, იმიტომაც რჩება მეხსიერებაში, იმიტომაც კრებენ 10,000-ობით აუდიტორიას არა? როკ მუსიკოსებს. ხო? იმიტომ ეს ყველას გვეხება რა, ძალიან მაგრად გვეხება და ხო თუ შენ ხელს კრავ, ვინ დარჩება რეალობის მიღმა ჩანს კიდევ. იქ ხშირად კონკრეტულად როკ მუსიკაზე რო ვილაპარაკობ, თან ახლავს ეს რაღაცა ნარკოტიკების და ესეთი ცხოვრების როგორ თქვა, რომანტიზება და ხო, აქ უკვე საკითხებში როგორ გაიგებ, ხო? ემი ვანჰაუზენი რომ ღერის რაღაცეებს რა, რა ვიცი, როგორ უნდა მოусმინო რომანტიზებით, რა ვიცი, ალბათ ის ამბავი არის რა, დანასპურის და მოკლედ რა. ხო. მაგრამ ზოგადად ხელოვნებაში არის რაღაცა ხანდახან უფრო მეტიც ხელოვნებაში გამოიხატა. სიმაღლეზე აგიყვანს ისეთ შეგრძნებებს მოიტანს. გაგიმძაფრებს რაღაცეებს, დაგაფიქრებს. მაგათა ფილმი მაგარი შეიძლება რაღაცა ამ გაგებით და თან ამას აკეთებს საავტოროდ აკეთებს ის რა და ესაძლევს მგონი კიდე ძალას, ღვთაებრივ ძალას ესაძლევს. იმიტომ რომ ღვთაებრივ ყველაფერი ჩვენ ძალიან საავტორო ეგზემპლარები ვართ. ყოველი ადამიანი არის საავტორო ეგზემპლარი. და შემოქმედი როცა რაღაცას ქმნის, მას ყოველთვის უნდა რომ ეს საავტორო იყოს და მისი ხელი იყოს იქა, ნაცნობი იყოს მისი ხელი, ხო მართალია? ამ გაგებით ის ღმერთს გავს. როცა ამბობენ ხოლმე რომ შემოქმედებითობა, არა იმ გაგებით რომ მე შემიძლია რაღაცის ქონა, არამედ იმ გაგებით რომ საავტოროა რა. ხო გესმით ავტორი. აი ეხლა თუნდაც ის ფილმი რო ახსენე ეს ტყურის გამოგონება, კომედია არის ეს ფილმი. და ესე თქვა ეს სცენა რო ხალხი მისგან პასუხებს ითხოვს არის ძალიან სააცილო სცენა. მაგრამ ეს უბრალოდ კომედიისთვის არ არის რომ იმ წუთას გაგაცინოს. ძალიან ბევრ რაღაცას დაგაფიქრებს ის სცენა. ის მდგომარეობაში ის ადამიანი ჩავარდება. მთელი ფილმი მე ამ მდგომარეობაში. ეხლა რო ყვებოდით უკვე ძალიან დამაინტერესებს. ხო და წარმოსახვის და შემოქმედებითობის ხაბატია. და იუმორიც მაგიტომ მიყვარს ერთ-ერთი მიზეზი ეს არის რომ თვლი რომ ცოტა ადამიანურ რაღაც თითქოს მატერიალიზმს ცდება თუ არის ცოტა გამაღლებულია იუმორი გახსნის ადამიანს რა ისეთი ძალა აქვს ამ იუმორს რა კი გახსნის ხოლმე ადამიანს შეახედებს თავის თავს და ანახვებს თუ აქეთკენ არის და როცა აქეთკენ არის იუმორი ძალიან დიდი ძალა აქვს ძალიან დიდი ძალა როცა აქეთკენ არის მიმართული იუმორი არაჩვეულებრივია როცა შენ დაგანახებს შენ თავს დაგეხმარება მე შე რაღაცას შეხედო რაღაც წინაშე პირისპირ დადგე აღმოაჩინო რომ სასაცილოა აი ლუისი კეი რო ვახსენეთ ის საერთოდ კი არაჩვეულებრივია ეგ ისე მოხდა რომ ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავი, სადაც ახალგაზრდა ბიჭი იყო და დედა წუხდა რომ ათეისტია და მე და ის ისე დავმეგობდი და დედა დარჩა თამაშგარეთ, იმიტომ რომ ძალიან რელიგიური იყო და ჩვენ და იქ მე უხსენე კლაივ სტეიპლს ლუისი. ძალიან დიდი ბრიტანელი მწერალი, აი ნარნიის ქრონიკების ავტორი და სხვა მისი თავარი რომანი კიდე სხვა არის, სანამ ჩვენ სახეს ვიპოვით. Till we have face. ეგრე ქვია. ძალიან ურჩეო ყველას რა ესეთ რომანია და ეს ლუისი უხსენე და მითხრა რომ ვინ ლუისი აი და მე არ ვიცოდი ეს ლუისი და ხო ლუისი კეი და მე მოვედი და მთელი მოუწამლე მე ხალხი უკვე ლუისი კეი და კი ხო სხვადასხვა აი ისეთი ძლიერი იუმორი აქვს რომ ძალიან ბევრი ვერ გაიგებს და რასწორად გაიგებს ალბათ საჭირო დროს უნდა მოусმინო ამას და ალბათ იმიტომ რომ ისეთ თემებზე აქვს რელიგიურ თემებზეც და კი მაგრამ უარესებიც გვინახავს და გვინახავს როგორ შეიძლება შეგეშინდეს ამისი ხო თან დღეს ახლა აქტუალურია ეგ თემა რა 60 კი დღეს აქტუალურია და ეგ ხუმრობა რაღაცებზე შეიძლება და ის ხო ეს იმას უბრუნდებით რომ ჩვენ ღირსება ღმერთს არ ჭირდება ჩვენი დაცვა და ღმერთი ჭირდება რომ ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთის ღირსება დავიცვათ ჩვენ აქ თუ რამეს გაამკაცრებ უნდა გაამკაცრო აი უბრალოდ სახრებაში უნდა ჩაიხედონ ადამიანებმა რა უბრალოდ ტყუილად ადამიანს რო ეტყვე შეშტერო უკვე დააშავეო არ ვიგონებ სახარებაში წერია
მაცხოვარმა თქვა. თუ იმას გონია რომ მაცხოვარზე მეტია რომელიმე მორწმუნე. ნუ მაშინ ამორწმუნეს რა ვიცი მე რა. კონდეს თავის სარწმუნება და ქრისტიანობა დავიცვათ ჩვენ და ვთქვათ რომ მაცხოვარმა სხვა რამე თქვა. უბრალოდ როცა ეტყვი, აი ღირსებას დააკლებ ადამიანს ეტყვი შეშტერო, უკვე და კაცის მკვლელი ხარ. აი სანამდე გამწვავებული ადამიანის პატივი და ღირსება. და მე ჩემზეო, მე უბრალოდ თქვენ ნახეთ და იცით რომ მტვეთ აღდგი და იესო რო ვარ და განკაცებული ზეღმერთი რო ვარო და ვისაც არ უნახავს, ნუ და ჩემ გმობა, ნუ შეიძლება რომ ადამიანმა ვერ გაიგოს ესა, ვერ ირწმუნოს. და მე მესმის ეს რატო შეიძლება ადამიანს დაემართოს. მაცხოვარი ამას თავის თავზე წინასწარ გვითხრა, მორჩა. ხო. სხვადასხვის არ ვიცი რატო ხდება ასე. რელიგიიდან ძალიან განდევნილი არის ხოლმე იუმორი. და ძალიან რაღაცა ესე შტაბის მოკრო ებრძვიან რა იუმორს და რაღაცა ღიმილს და რა რაღაცა ზედმეტად სერიოზული არის. კი. არ არის ესე სერიოზულადაც არ დგას საკითხი, რომ სულ ესე სერიოზულები ვიყოს და ხანდახან ღიმილი პირიქით რაღაც ესეთია. კარგი ემოციების მომტანია გამაღლებს და რაღაცა სერიოზულად ყოფნა არ მესმის სულ. ძალიან ერთმანეთს უდრის ბედნიერებაზე ვლაპარაკობ და ნეტარებაზე და მოწყენილი და ისე რა ქვია, სახეჩაომტირალი ნეტარება მე არ გამიგია. აი სამი ადამიანი გამახსენდა ერთი ამერიკაში მოღვაწე მღვდელი იყო რომელმაც თურმე თავის ნაცისას უთხრა რატო აქვთო ისეთი სახე გადარჩენა ჯერ არ შეხებიათ რა. ხო აი რაღაცა იგი სულ რაღაცა ტრაგიკული რა ხდება. მეორე არის ძალიან მაგარი კიდე ჩვენთვის ახლა აქტუალური არის დიტრიხ ბიონჰოფერი წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე იყო გერმანიაში ჰიტლერის წინააღმდეგ და რაღაცა სხვა ეკლესია ჰქონდათ და ასე შემდეგ და ისამობდა რომ ნუ აღარ დავიტანჯომ ქრისტიანობაში რა. ქრისტიანი მღვდელი იყო, უბრალოდ კრიტიკულად წერდა რა. და მომენატრა ბერძნული მითოლოგიის ღმერთებიო რა, პური ხო გახსოვთ რეპროდუქციებში ჩემ ბავშვობაში მაგით ქონდა სავსე რომ ხინი, ღვინო, რაღაცა ხო? ელაპარაკე რა. და მესამე ეს ლუისი, რომელიც ვახსენეთ, კლაივ სტეიბლს ლუისი, ადვილად მიხვდებოდიო კორიდორში, რომელ ოთახში იყო ლუისი, იმიტომ რომ ოთახიდან გამოდიოდა სიცილია. ხო. კიდე ერთი საკითხი და დავუმთავროთ წავიდეთ დასასრულისკენ არის რომ თქვენ აი გუშინ ორი დღესიანაც გვინდა ჩაწერა მაგრამ ციხეში პატიმრებთან ქონდა შეხვედრა როგორი ასე თუ რაღაცა განსაკუთრებული იქნება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და რაღაცა განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს ალბათ ადამიანს სულიერი როცა საპატიმროში არის და არ ვიცი კითხვა როგორ დავსვა რა არის ალბათ ყველაზე დიდი გასაჭირი ამ ადამიანების არის რაღაცა ერთი შეიძლება რაღაც დაახასიათო ერთი სიტყვით, ერთი წინადადებით ეს ადამიანები ან მათი გასაჭირი. როგორი ასე დროს სულიერი მდგომარეობა ადამიანის. მართალი გითხრა არა მარტო ახლა, არამედ სხვა დროსაც სუძლიერ ადამიანები შემხვდნენ რა. აი ის რაც მე მინდა ვთქვა, რასაც მე გვერდიდან ვხედავ, როგორც მათ შეურაცხყოფას, როგორც მათ მიმართ მათვის პრობლემურ რაღაცა მდგომარეობას, ხო? მათგან ეს არ მიგრძვნია მე, ხო? მართლა ახლა რო ვიხსენებ, ვერავის ვერ ვიხსენებ, ისაც აი ისა კითხი მწავე და ესოს, რაც ახლა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს რეალობაში რაღაცნაირად შეიძლება ეს არ ჩანს ენაში და რაღაცა ურთიერთობაში, მაგრამ უფლებები აყრილი აქვს რაღაცნაირად პატიმარს რა. შეიძლება რომ არ კონდეს შეიძლება რომ მეტად იტანჯებოდეს მოკლედ რა. აი იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ შევთანხმდით რომ რაღაც სასამართლომ გამოიტანა განაჩენი რომ ციხე საზოგადოებას ჯერდი ბევრი პატიმარია. ყველაფერზე პატიმრობაა, მოწყვეტა. არა მარტო ამ ადამიანს, აი ეს არანორმალურია, როცა გვინდა რომ ადამიანები ციხეში იჯდნენ რა. აი თუ რაღაცა ისეთი ძიმე დანაშაული არ არის. დღეს მილიონი 1000 საშუალებაა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ისეთ დღეში, იმიტომ რომ მარტო ისინი არ არიან ჯერ ერთი. უბრალოდ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მართლა უნდა მიიყვანო ადამიანების სკოლაში, არ ვიცი რა, რომ მშობლები, ხანდაზმული მშობლები, ახალგაზრდები, ბავშვები
ორ-ორი ბავშვით, პატარებით, მესამე ხელში, ამ პაემნებზე, ამ რაღაცა ნივთების გადაცემაზე, რისთვის? აი, რისთვის თუ მძიმე დანაშაული არა, რატო? არ არის ეს და ამას არ აღიქვა მეთქო ისინი რა, იმიტომ რომ ძლიერი ადამიანები არიან ყველა, რა ვიცი, მართლა ყველა დადებითი და ყველა ამ ბოლო დროს მით უმეტეს არაჩვეულებრივ ადამიანებს ხვდები, რა ვიცი და ისინი არ აღიქვამენ რომ არასვამენ ამ საკითხს, მაგრამ აი ისე უკან დაბრუნებისთვის არა ვართ, ასე არ უყურებთ, რომ უნდა დაბრუნდეს ნდობით რა, რომ შეცდომა დაუშვა, რაღაცა შეეშალა. ხო? ამას არ ვპატიობთ. აი შეცდომის უფრო ესეც მეორე ადგილზე თქვენ რომ მკითხეთ რაღაცა ქრისტიანობის რა გვაკლია. ის გვაკლია რომ შემცდარი ადამიანები ვართ, რომ სულ შეცდომებით სავსე ვართ. ამის საპირისპირო ჩვენ გვესმის რომ ჩვენთან ყველას აქვს ბრწყინვალე რეპუტაცია. მე ქრისტიანობა არ გვჭირდება, მაშინ ქრისტე ჩვენ საზოგადოებას არ. შეცდომის უფლებას არ ვაძლევთ ერთმანეთს. აი გასაოცარია ეს რა. მე შემეშალა, მე დავაშავე, არ ვიცი, არ ვიცოდი. აი ეს ყველაფერი არა გვაქვს ჩვენ. და აი ამის საშუალებას არ ვაძლევთ იმ ადამიანებს რა, ესე არ უყურებთ და აი გვინდა რომ რა დააშავა და ამით ამას რა დააშავა, იმაზე მეტი გაიტანჯოს ვიდრე ან იმაზე მეტი მოვთხოვოთ ვიდრე კიდე განუკუთვნეთ რა. აი უნდა გააწამო, უნდა წიგნი არ მისცე, კალამი არ მისცე, ტელეფონზე არ უნდა დაარეკინო. სიცხე თუ არის, აბა ეხა ვენტილატორს ხო არ ჩა, კონდიციონერს ხო არ ჩაურთ. არა აბა რა უნდა იყოს ისინი თუ არიან რა ქვია ტარაკნები თუ არიან აბა რა უნდა იყოს აბა ეხა რა უნდათ იმათ არც იკადრებენ არც ამბობენ მაგრამ აურიც მე არ შემხედრია ესეთი ადამიანები რომ დარდობდნენ იმაზე იმიტომ რომ ყველა რაღაცა კიდე კაი რომ მე ვცდილობ რომ ის მივცე თავისი ფასი დავადო ღმერთისგან და რა საზოგადოებამ არ აღმოჩნდნენ ისე რომ ზოგ სჭირდება ეგნუგეში რა სხვადასხვა გარემოებების გამო და აი ეს მე სამახოლმე თვალთახედვაში რომ მან იცოდეს რომ მისი ფასი განსაზღვრულია ღმერთს და ღმერთს აქვს ბოლო სიტყვა მისთვის ფასის დადებაში და ღმერთმა მას ფასი დაადო და უთხრა რომ ღმერთია და საზოგადოება ხო ჩემთვის ეს დაბეჭდებებია ხო. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ. ტრადიციული შეკითხვები დაგვჭა. კი ბატონო. 4 ტრადიციული კითხვა გვაქვს, ესაც ყველას თომას ვეკითხები. პირველი არის ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცოდეთ ვინ არის და რატო. ქართველებმა, თუ შეგიძლიათ ესეთი ადამიანი და ქართველები? ქართველებმა რო ვიცოდეთ. ქართველებმა რო ვიცოდეთ. ეხლა ჩემი გვარი ერთ ადამიანთან უკვე დაკავშირებულია მე თუ მიცნობენ უკვე იციან აუცილებლად რომ ზიზიულასი უნდა იცოდნენ მიტროპოლიტი იოანე ზიზიულას ამიტომ ეს არ ითვლება ამიტომ ორი შანსი მომეცე და აი იმ ორში ახლა არ ვიცი ვინ დავასახელო ერთი ძალიან მომწონს მოკლედ ირვინ იალომი არის ეგეთი ნუ კარგია რომ ისეთ სიტყვები ვინც არ სმენიათ იმიტომ რომ ვინც სმენიათ ის ეს სასწაული კაცია რა ირვინ იალომი ესეთი ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპევტია, მწერალია, გასაოცარი ადამიანია რა და ძალიან კარგია ჩვენ რომ ვიცოდეთ მის შესახებ. პიტერ სინგერი შეიძლება ვიცოდეთ. ეს ავსტრალიელი ფილოსოფოსია. ორივე დაახლოებით ერთი და იგივე შეფასების გამო გავიცანი. ყველაზე ჭკვიანი ადამიანები დღეს სამყაროში. ხო, ეგეთ შეფასება ჰქონდათ, ხო, ამიტომ, ხო. ირვინ იალომი და ყველაზე ჭკვიანი ადამიანები დღეს. ვაუ. კი, ირვინ იალომი და პიტერ სინგერი. მღდელი ვარ მაინც ორი, აი ხო პრივილეგიებით. რა არის თქვენი პირველი მოგონება, რაც გახსოვთ ბავშვობიდან? ხო, რა თქმა უნდა, მე თქვენ გიყურებთ და მახსოვდა შეკითხვები და ისა რა ქვია, ფიქრობდი პირველ მოგონებაზე და ძალიან ისეთია რა, მეგობრული კი არა, ძალიან პირადი კითხვა, იმიტომ რომ ეს მოგონება შეიძლება უფრთხილდებოდეს. და ჩემს შემთხვევაში ესე და მეორეს მხრივ მე მიხარია თქვენთან ამის მოგონება. იმიტომ რომ რაღაც ძალიან მართლა არაჩვეულებრივი გარემო იქნება აქ თქვენ აი ძალიან ყველა გადაცემის დროს ძალიან რაღაცა არ ვიცი რატო რა. ხო და ამიტომ სნეულად მოვიგონებ რომ რაღაცა მაგონდება სოხუმში დავიბადე და გავიზარდე და ადრე ცხოვრობდით ჩამბას ქუჩა იყო და იქ სადაც ზემოთ და რაღაცა აღმართი იყო და მახსოვს რომ პატარა მანქანა მყავდა ეგეთი პედლები რო ქონდა რა და დაღმართი იყო და იმაში ჩავჯექი და ჩამოვედი და ვერ ვაჩერებდი და აი ეს ამბავი მახსოვს რა ალბათ 4-5 წლის ვიყავი და
რაღაცა თან ხიფათი მახსოვს, თან ეს სიხარული მახსოვს, რომ ეს მანქანა მყავდა და რომ უნდა ჩამოვგორებულიყავი და თან რომ გამექცა ეს პედლები ხომ მაგრა დამოძრავდა და რო ვერ ვაჩერებდი და აი მაშინ მახსოვს ჩემი თავი. ეგ ფოტო მაგ დაყენებული ჩემ WhatsApp-ის იმაზე და ძალიან მაგარი ტიპი ვარ და მახსოვს ეგ ჩემი თავი მახსოვს ხო წლის. ძალიან საინტერესო მოსასმენი არის ხომ ეს მოგონებებზე პასუხი, იმიტომ რომ ხომ ჯერ არ ყოფილა პასუხი, რომელშიც რაღაც უყურებენ შენ პატარა თავს წარმოიდგენ რა იმ ადგილას და როგორ თქვა შენ იმ ადგილას რა ემოცია გექნებოდა იმას წარმოიდგენ და ძალიან მაგითი კიდე ხვდები როგორ გავართ ერთმანეთს ადამიანები აი ყველა ესეთი პასუხი რაც მომისმენია 4 წელს ვიყავი შემევთქვა თქვენც ახლა რაც მოყევით ეს მანქანა რო დაგორდა ხო რაღაცა მსგავს შემთხვევებიც გქონია და რაღაცა თითქოს ძალიან ადვილად წარმოვიდგენ იმ ემოციას და გაცდას რა განსაკუთრებით ბავშვობის პერიოდში იმიტომ ბავშვობაში ხო განსაკუთრებით გავართ ერთმანეთს რა ადამიანები და მაგ ხრივ არის ძალიან საინტერესო ხომე მოგონებების მოსმენა ნუ შემდეგ კითხვა გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეს თუ გჯერათ ამაზე იყო მთელი პოდკასტი ხო ამაზე იყო მთელი პოდკასტი არასრული სუქტაების გამო არამედ მტრეთით აღდგომის ქრისტეს განკაცების და მტრეთით აღდგომის გამო და რა არის ცხოვრების აზრი, ესეც ფაქტიურად ამაზეც ვისაუბრეთ. ხო, კიდევ თუ ერთი წინადადები თუ გინდათ. ხო, ცხოვრების აზრისი, აი ახლა აქ ყოველთვის აქ არის აქ ამბები რა, ჩვენ მომავალს კი ვილაპარაკეთ, ის ხო თქვით რომ ის მომავალია ახლა დღევანდელ დღეს აძლევს წონას. სიცოცხლის რეალურობას აძლევს მომავლის აქ განხორციელება. მომავლის ახლა განხორციელება აძლევს რეალურობას დღევანდელ დღეს. და ამიტომ რაც უფრო მეტად ბედნიერია მეორე ადამიანი შენს გვერდით. ეგ არის ცხოვრების აზრისი, რომ თავისუფალი და ბედნიერი იყოს შენს გარშემო მეორე ადამიანი, შენს გვერდით მეორე ადამიანი. ეს არის ცხოვრების აზრისი. შენ და მეორე ადამიანი, ხო, აი შენ არ დაგავიწყდეს, შენ და მეორე ადამიანი. შენს ხარჯზე არა, ან შენ თავგანწირთან. აი ესეც ძალიან დიდი ისინია რა. ხო. ნიუსია. მე არ მინდა დავაყენო, აი ესე არ არის. შენ და სხვისი ბედნიერებით ხარობდე რა. შენ გვერდით შენ ბედნიერება და სხვისი ბედნიერება შენ გვერდით რომელიც აი შენთან არის კავშირში რა ეს ბედნიერება კარგი ძალიან დიდი მადლობა მეც მომიწევს კიდე ამდენჯერმე მოსმენა ალბათ რომ კიდე კარგად გავიაზროთ რაზეც ვისაუბრეთ იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი და გააზრება ამ ყველაფერს რთულია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ამ კითხვაზე პასუხის ძიება ძალიან მიყვარს და მადლობა რომ დიდი მადლობა თქვენ ძალიან ამაზე პოდკასტებში გაცილებით უკეთესად ვგნობ თავს ვიდრე ტელევიზიაში, იმიტომ რომ სულ სტრესია რა იქა და თქვენთან განსაკუთრებულად ადვილად და კარგად და რაღაც ისე დიდი მადლობა მიხარია თუ ეგრეა თქვენ ბევრი იკითხავს როგორც წინა ეპიზოდში იკითხეს რომ რომელ ეკლესიაში მოღვაწეობს სად შეიძლება მსახურობ ხო მე ახლა მსახურობ შაბათობით მხოლოდ შაბათობით მსახურობ ელია თესბიტელის ტაძარში სამების ტერიტორიაზე არის ცალკე მოწითალო აგურით და ვდებ ხოლმე ყოველ შაბათს ინფორმაციას რომ აი 10 საათიდან იქ არის წირვა და ყველა სიამოვნებით ველოდებ. მოკლედ ის ლინკები რაზეც მადლობა კი გამოგიწევთ. იქნება თქვენ Facebook-საც დავურთავ. დიდი მადლობა. იმიტომ რომ იქ პოსტავთ ხოლმე ამას და ადამიანები დიდი მადლობა, ძალიან მადლობელი ვიქნებ. თქვა თვალია გადევნოთ და ამ შემდეგ ადვილად გიპოვნონ. ჩვენ მხარდამჭერი იყო ექიმო, აპლიკაცია ექიმოს გამოსაცემი ლინკი ვიდეოს აღწერაშია. ესაც შეხება დიახ, და ძალიან ფიზიკურ ჯანმრთელობას სულიერზე ვისაუბრეთ და ფიზიკურ ჯანმრთელობისთვის ექიმო. და მე ხათურ ძალიან მომწონს ეს აპლიკაციები, მისარგებლია და ყველას ურჩევ. ოკეი და მადლობა რომ გიყურეთ, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დავაიქება და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა გულწრფელად